3 თვიდან ჩემი თავი მახსოვს. გაგიკვირდებათ. ვგრძნობდი რომ რაღაცა ძალა მოდის. მყავდა მეგობარი, რომელიც არ არსებობდა. ეხლა პირჯვარს გადავიწერ, ზუსტად იგივე რაღაც გადამხდა და გეხოცები დაასრულე. შეგიძლია ქარი გამოიძახო, შეგიძლია ღრუბლები გადაწიონო. მე ჯოჯოხეთი მაქვს გავლილი. დამცინოდნენ ტანსაცმელზე. ძალიან ისეთ რაღაცას იზახი, არ ხდება ერთი ამბავს. ეგარი. და ეს კითხვა, რასაც ეხლა დავსაუბრ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ტაბუ დადებული ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი ადამიანი ღიზიანდება. კონკრეტული პორნო საიტი ავიღოთ, ყველაზე ცნობილი ერთ-ერთი, რატომ არის იმ ფერებში? რა ფერებშიც არის? ანუ მაქსიმალურად დაბალ ვიბრაციაზე იყოს ადამიანი. დაბალ ვიბრაციაზე. ჩვენ ვცვლით ბედს ადამიანის. რა თქმა უნდა, რეინკარნაცია არსებობს. მე გადაგიხდი 20,000 დოლარს, მარიამ, და შენ დამეხმარა იმაში, რომ იმ ადამიანს ჩემი თავი შეაყვარა. მე ვარ თუ შეიძლება ადექით და გადით. ელიტებს ბევრი გამოღვიძებული ადამიანი არ ჭირდებათ, იმიტომ რომ მე ვერ გააკონტროლებთ. მე უბრალოდ სისტემიდან გავედი. თუ დადიხარ ეკლესიაში, რატო ხარ აგრესიული? ვერ გეხმარება? და ვერ გიმარხულია, მარიამ. 2030 წლამდე იპოვოთ სახლი, ბინა, სადმე ქალაქ გარეთ. მაგიტო ამდენი კატაკლიზმი შოკში ჩავაგდებთ ხალხს მოწყობ. მოგესალმებით, შემოძირფასო მეგობრებო, ეს არის გადაცემა შიშველი სიმართლე, ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ჩვენ ვმყოფებით დაფნე პოდკასტ არეაში, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება იმაში, რომ საკუთარი შესაძლებლობები, ნიჭიერება, საინტერესო აზრები გაუზიაროს ფართო ასორტიმენტს, ანუ სრულიად საქართველოს. დღეს ჩემი სტუმარი ეს არის ძალიან საინტერესო ადამიანი. მე ვიტყოდი ესეთ რაღაცას, ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი თავის საქმეში, საინტერესო ენერგიით. ეზოთერიკოსი მარიამ ციმენტია. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ. შენ ხარ გადაცემაში შიშველი სიმართლე და ჩვენ ვლაპარაკობთ როგორც გავაჟღერე მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. პირველ რიგში როგორ ხარ? მე ძალიან კარგად ვარ და ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ხარ. საინტერესოა შენთან საუბარი და ძალიან მაინტერესებს როგორ წავიყვანთ ამ პოდკასტს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუბარი იმდენად საინტერესო იქნება, რომ ამ პოდკასტს ძალიან ბევრი ადამიანი, ოღონდ ჩემი სეგმენტი, აი დავუშვათ, რაზედაც ვლაპარაკობ ხოლმე, თუნდაც სოციალურ ქსელებში, თუნდაც პოდკასტებში, ეს არ არის ყველასთვის გათვლილი. რა თქმა უნდა. ეს არ არის იმ ადამიანებისთვის გათვლილი, რომელსაც დაბალი ინტელექტი აქვს, რომელიც ვერ არჩევს რაღაცებს და რომელიც ცხოვრებაში კითხვებს არსებობს. ეს გადაცემები არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მე ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ რჩეულები არიან, გააჩნიათ აზროვნება, ინტელექტი და ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლიან ჩვენი დღევანდელი პოდკასტით. გაგვიძებული ხალხისთვის უფრო ასე ვიტყოდი. მოდი გავაღვიძოთ, ხო? მოდი გავაღვიძოთ. პირველი კითხვა, რომელიც უნდა დაგისვა მარიამ. მზად ვართ? რა თქმა უნდა. რატომ გადაწყვიტე ეზოთერიკა? რატომ გადაწყვიტე ის საქმიანობა, რომელთაც ეხლა ხარ დაკავებული? იმიტომ რომ მე ვთვლი ესეთ რაღაცას, რომ ან არის შენში კონკრეტული გენეტიკური მონაცემები შენს DNA-ში, გარკვეული კოდი. კი ბატონო, იმიტომ რომ ყველას ვიცით ეხლა, ძალიან ბევრი არის შენ სფეროში, რომელიც ცდილობს რაღაცებს, აკეთებს რაღაცებს, მაგრამ შენაირად წარმატებული არ არის, არც გამოსდის რაღაცები კონკრეტულ მომხმარებლებთან და მოდი ბჭყალებში ვთქვათ, არიან უბრალოდ დილეტანტები. ანუ თუ ეს ყველაფერი ზებიდან რასაც არ ვიცი რა დავარქვათ, ღმერთი დავარქვათ, ენერგია დავარქვათ, ვიღაცისთვის ბნელი მხარე დავარქვათ, ჯოჯოხეთიდან ამოსული რაღაც ენერგიები, ეს ყველაფერი თუ არ გაქვს დაბადებიდან როგორ შეიძლება, ან შენ შემთხვევაში როგორ იყო, როგორ აღმოაჩინე ეს ყველაფერი და როგორ წავიდა შენი ცხოვრება მე ამ მიმართულებით, რომ აი დავუშვათ, მე ვიცი ესეთი რაღაცა, რომ მე ამ მიმართულებით უნდა წავიდე. აი გახსნილები ვართ დღეს. აუცილებლად. და უბრალოდ გეტყვი, რომ ბავშვობიდან, ახლა ცოტა ამ პარტავნად ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, მოდით რეალურად ვისაუბროთ. ისე როგორც მე მახსოვს და როგორც გრძნობდი თავს. ბავშვობიდან დაახლოებით, ახლა გეტყვით 3 თვიდან ჩემი თავი მახსოვს. გაგიკვირდებათ. ხო, დამტკიცებულია, იმიტომ რომ მახსოვს რაღაც ნიუანსები, მე დედა ჩემს ვეკითხებოდი და ასე შემდეგ და მითხრა არ არსებობს რომ გახსოვდეს. მაგრამ დაახლოებით 2 წლიდან უკვე ვგრძნობდი და ვაღიქვავდი ჩემს სხეულს, როგორც პატარა ადამიანის სხეულს და შიგნით იყო დიდი.
პიროვნება და საკმაოდ უცნაურად ვესაუბრებოდი მშობლებს და ვიყავი განსაკუთრებულად უკვე განვითარებული იმ ასაკისთვის და ძალიან ბევრი უცნაურებები მქონდა, ღამე ვდგებოდი, ვლაპარაკობდი, საუბრობდი რაღაც უცნაურ ენაზე. დღემდე ამ ენაზე ვსაუბრობ და მემართება ღამღამობით ხოლმე, ვაშინებ ხალხს, ამის წინ ჩემი და ქალით შევაშინე. ერთად რო ხო, კი, აი ხალხს ვაშინებ. ჩემი უკვე მიჩვეულები არიან. ვლაპარაკობ გარკვეულ ენაზე, როგორც დავადგინე მე, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში უკვე ვეძებდი საიდან რა. მივხვდი რომ ეს არის შუმერული ენა. ნარევია შუმერული და ოდნავ ლათინურს რაღაცნაირად გავს, მაგრამ სავარაუდოდ შინაარს ვგებულობ, რასაც ვამბობ და ძალიან საინტერესო ფრაზები, წინადადებები, წინასწარმეტყველობები იყო ბავშვობიდან. და უცნაური ხმით ვსაუბრობდი და მახსოვს ჩემი მშობლები ყველა აბსოლუტურად ექიმები იყვნენ და ფიქრობდნენ რომ ცოტა ბავშვს რაღაც სჭირს. სულ დავყავდი ენცეფალოგრამაზე და იქიდან გამომდინარე რომ ვერაფერი ვერ იპოვეს, ერთადერთი უცნაური ფაქტორები მქონდა ეპილეპტოიდური ფაქტორი, მაგრამ ეპილეფსია მე არ მაქვს და ვერ გაიგებს ეს რა არის საერთოდ. აი ესე დავრჩი. და 5 წლიდან ესეთი თემა რომელზეც მე არ მიყვარს საუბარი. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ჩემს ბავშვობაში არ იყო ტელეფონები. ეხლა მობილური კი იყო, ტელეფონი პირველი გამოსული თუ რაღაც იყო, მაგრამ საქართველოში არ ყოფილა. იყო კიდევ ესეთი ტელეფონები, ტელევიზორში მარტო რაღაც გარკვეული გადაცემები გადიოდა და ვერც მოვიფიქრებდი და ვერც მოვიაზრებდი, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება არსებობდეს. დაიწყო 5 წლიდან საკმაოდ მკვეთრად მახსოვს, ვიძინებდი, მე ღამე ვიღვიძებდი და ვგრძნობდი, რომ რაღაცა ძალა მოდის. ვიწყებდი დამალვას რეალურად, ვიმალებოდი ლოგინის ქვეშ და მე ვხედავდი, რომ ჩემს ოთახში აი შუქი შედიოდა, უცნაური ნათება, არ არის დედამიწაზე ესეთი შუქი და ამ შუქის ფონზე ჩნდებოდა ორი ფიგურა. უცნაური პიროვნებების, ადამიანების, არ ვიცი როგორც ბავშვური გონება ეხლა აღიქვავდა, მოდიოდნენ ჩემთან, ძალიან მეშინოდა ამ ხალხის თუ არსებების, კანკალებდი, თავზე მადებდნენ ხელს, ვითიშებოდი და პერიოდულად, როდესაც აზერზე მოვდიოდი, მე ვიწექი მაგიდაზე თეთრ სივრცეში და თავში რაღაცას მიკეთებდნენ. ეს გაგრძელდა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, 15 წლამდე. მქონდა დამწრობები, დილით რო ვიღვიძებოდი, ნაკაწრები და მოკლედ რაღაც უცნაურობები იყო. მერე დამეწყო კიდევ აი ისევ დაუბრუნდები 5 წლის ასაკში, მკვეთრად ისე კარგად მახსოვს, ვთამაშობდით გოგოები გარეთ. უცბად ისევ გავიღვიძე მე, ეხლა რომ ახსენდება, მე რეალურად გავიღვიძე 5 წლის ბავშვის გონებაში და ჩემს და ქალთან მოვტრიალდი და ვეუბნებოდი, რამდენი წლის ვარ? და ეს მეუბნება 5 წლის ხარო და სად ვართ და ეს გაგიჟდა და აქ თამაშობთ და ой რა კარგია თქო, ჯერ დიდი არა ვარ, ჯერ ხალხი ბევრი ჩემთან არ მოვაო, მე მისია მაქვს და უნდა შევასრულო და გავგიჟდი იმაზე, რაზეც ვსაუბრობდი. ანუ პერიოდულად ესეთი გამონათებები მყავდა მეგობარი, რომელიც არ არსებობდა, რომელსაც მე ვხედავდი. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მეც მყავდა ბავშვობაში ესეთი. მართლა? მე ჩემ თავს ანუ ველაპარაკებოდი ხოლმე და ბაბუა ჩემო, როდესაც ჭადრაკის თამაში მასწავლა, მარტო ვიზრდებოდი, როგორც ძალიან კარგად იცი პროექტში, როდესაც შემოხვედი, მამა არ მყავდა, ჩემი წარსული ასე თუ ისე იცი. დამოუკიდებლად ვიზრდებოდი და როდესაც ბაბუამ ჭადრაკის თამაში მასწავლა, სახში როდესაც მარტო ვიყავი, ჭადრაკს ვეთამაშებოდი, ანუ ერთ კონკრეტულ პიროვნებას. ანუ კონკრეტულ სვლას გავაკეთებდი, გადავჯდებოდი მერე, რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იყო, მე ამას აღარ ვაკეთებდი და მერე უკვე იქ მეგონა დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ აი ეს ნიუანსები არ ვიცოდი. მეც ანალოგიურად ვეთამაშებოდი ვიღაც ბავშვს და მკვეთრად მახსოვს, ქერათმიანი ცისფერთვალება ბავშვი იყო, რომელიც მე მასწავლიდა მაგიას ბავშვობაში და მეუბნებოდა რომ შენ ხელით შენ გაქვს ესეთი ენერგია, შეგიძლია ქარი გამოიძახო, შეგიძლია ღრუბლები გადაწიონო. დედა ჩემს მეუბნებოდი რომ აი ესე აი ხედავ ამას მეუბნება და ყველას ეგვეგონე ასეთი, მაგრამ მე დამეწყო უკვე რა, აი თავში მქონდა გამონათებების, ასე ვეძახდი, დაქალები თუნდა სკოლაში და საბავშვო ბაღში მეკითხებოდნენ ეს მოხდება თუ არა ხუმრობით და მე ვხედავდი თუ წითლად განათდებოდა ეს ჩემი გონება, ესე იგი არა, თუ მწვანეთ, ესე იგი კი, ანუ იქიდან წავიდა. მაგრამ რეალურად
ბავშვობიდან წერდი მესმოდა მოდიოდნენ ჩემთან ფანჯრიდან შემოდიოდნენ რაღაც არსებები მოკლედ ძალიან ბევრი კომუნიკაცია კონტაქტი უცხო ცივილიზაციები დავარქვათ მაგრამ მე არ მიყვარს კიდევ ერთხელ ვამბობ ამაზე საუბარი რაც გინდა დარქვით თუნდაც მე ერთადერთი მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე და ვფიქრობდი რანაირად როდესაც იზრდები და გონება უკვე ვითარდება ანალიზი გაქვს ყველაფრის რაც დაგემართა და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ცხოვრობთ მატრიცაში და ჩვენი ფიზიკური სხეული რეალურად ფიზიკური არ არის და აქ არ ვართ აქედან გამომდინარე რომ რეალურად მენტალურად მე კონტაქტებოდნენ და პროექცია იყო ამ რეალობაში ასე მე კონტაქტებოდნენ და ყველა ადამიანს რადგან თავისი მისია აქვს ეხლა მეც ჩემი მისია მაქვს მაგრამ მინდა გითხრა ვოთ შენ თქვი რომ ვიღაცა მყავდა ხო ბავშვობიდან მყავდა ერთი და მე შემომიერთდა კიდე რამოდენიმე და აი მიცავენ ვეკონტაქტები თავიდან იქიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ექიმების ოჯახიდან ვარ და ვფიქრობდი რომ რაც ხმები მესმის და რაც ტელეპათიურად მოდი ასე ვთქვათ ინფორმაცია ჩემს ტვინში მოდის მე ვგიჟდები თქო მე მაქვს შიზოფრენია პანიკები შიშები ეს ყველაფერი გავიარე მაგრამ როდესაც საუბრობდნენ და მითხრეს რომ ჩვენ არ ვართ არც რაღაც არსებები არც ის ჩვენ რეალურად ვარსებობთ უბრალოდ ჩვენ ვერ გხედავთ მესამე განზომილებაში ხართ შენ ფიზიკურად ვერ დაგვინახო გვერდში ყავართ და აგიხსნით როგორ წახვიდე და რა უნდა გააკეთო და გეხმარებით და მე როდესაც ვკითხე და დამიმტკიცეთ რომ არსებობთ კარგი მე მითხრეს რომ ეხლა 5 წუთში კაკუნი იქნება შენს სახლის კარებში იქნება ბებო შეგეკითხება ამას და ამას და ამას ეს იქნება მეზობელი და მოკლედ ყველაფერი რაც მითხრეს 5 წუთში ზუსტად მოხდა და ხო იმის შემდეგ უბრალოდ მესმის რასაც მეუბნებიან გახსენი ცენტრი მეუბნებიან დაეხმარე ხალხს აი რაღაცა მიყვები მოდი ისეთ დავარქვათ ჩემი გუნდის წევრები ასევე ძახი ხოლმე დამხმარები რომლებმაც სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ დამეხმარეს საქმის გახსნაში თუნდაც წინსვლაში და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო რაღაცას იძახი ეხლა იმიტომ რომ არ ვიცი მე საერთოდ ზოგადად ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი რაღაც ეგო, ხო? რომ ადამიანებს ყველას გააჩნია თავისი ეგო. ცნობიერი, ქვეცნობიერი ასე შემდეგ, მაგრამ ეგო, რომელიც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტულ ადამიანს ალტერ ეგო კონდეს. ალტერ ეგო, კი ბატონო. ალტერ ეგო, რომელიც ერთ კონკრეტულ ადამიანთან ერთად იზრდება, ყალიბდება. შეიძლება ის ალტერ ეგო რაღაცებს ეუბნება, რომელიც ადამიანისთვის წინსვლისთვის არის ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო არის, ოდესაც ადამიანი საკუთარ თავთან მარტო დარჩება ხოლმე და რაღაცა კონკრეტული ფიქრები ესმის დიალოგები საკუთარ თავთან. მაგრამ ადამიანების უმეტესობა ძალიან კარგად იცის შენი საქმიანობიდან გამომდინარე და მე როგორც ფსიქოლოგმა ამ ყველაფერს გაურბის, ზოგს გონია რომ გაგიჟდა ზოგი არ ვიცი მედიკამენტურ მკურნალობაზე ჯდება, ან სასწრაფოდ მეგობრებთან ერთად გაიქცევა, ალკოჰოლს იღებს, სვავს, ასე და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ამ ყველაფერს კარგად რომ ჩაუღრმავდე, იმ ყველაფერს რა ტიპის დიალოგებით შენ საკუთარ თავთან, შენ მეორე მესთან გაქვს, ამ ყველაფერმა შეიძლება შენ ცხოვრებაში რაღაცა, როგორც შენ თქვი, რომ კონკრეტული არსებები, რასაც შენ ეძახი გელაპარაკებოდნენ, მე ამ ყველაფერს დავარქმევდი, არ ვიცი. ან დავუშვათ არსებობს ნიკოლოზ ლორია და არსებობს ლორენცო. ლორენცო ეს არის მენტალურად, ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერი, ამის გატეხვა შეუძლებელი არის ძალიან თავდაჯერებული, არის ძალიან ქარიზმატული, საუკეთესო კომუნიკატორი საქართველოში. აი წლების უკან იყო ესეთი რაღაცა, როდესაც მე ვიყავი, მოშოთ როგორ გავიზარდე, ხო? ძალიან ისე რომ არავინ არ მყავდა დამოუკიდებლად, სულ ვიბრძოდი ეს და თითქოს რაღაცა ფსიქოლოგიურად არსებობს ესეთი თავდაცვითი მექანიზმი twinისთვის, რომ რაღაცა შენი ის შექმნა ალტერ ეგო. მაგრამ სინამდვილეში ძალიან საინტერესო არის რომ ის რაც შენ მოყევი ახლა ადამიანების უმეტესობა ამას ყურადღებას არ აქცევს საკუთარ მეს მაგრამ შენ შემთხვევაში ეს სხვა ტიპის ენერგიები იყო რომელიც ყველა ადამიანს არ აქვს საზოგადოებაში ვიტყვი იმიტომ რომ ყველა ადამიანი ამით რო იყოს დაჯილდოვებული მე უბრალოდ მინდა გითხრა რომ და ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა ძლიერი არსებები ხართ თქვენ ხართ მულტი განზომილებიანი არსება რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო რომ აი ამ რეალობაში წარმოსახვა ქონდეს
თქვენ როდესაც მაგას მივხვდებით და ჩვენ როდესაც მაგას მივხვდებით, ჩვენ გავიგებთ ძალიან ბევრ რამეს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ტვინი და აზროვნება არ გვაწვდის შესაბამის ინფორმაციას და არ გვაძლევს საშუალებას, რომ გავხსნათ უფრო ფართო სპექტრი ჩვენი, ხო? მე არ ვამბობ განსაკუთრებულ ადამიანებზე, ხო? იმ ხალხისთვის ძალიან პრიმიტიულად მოაზროვნე რო არიან. მე ხა ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მე არ ვამბობ რომ ეს ცუდი ან კარგი, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ვერა და ვერ გაიღვიძეს, ვერა და ვერ გაიგეს. ჩარჩოები, აი საზოგადოებაში შენ იძახი რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს ვერ გაიღვიძებენ. ვერასოდეს. იმიტომ რომ მათზე მოქმედებენ ჩარჩოები, მათზე მოქმედებენ ფაქტორები, როგორც ნაციონალური, რელიგიური და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფაქტორი, ჯანმრთელობის ფაქტორი, ცხოვრების წესების ფაქტორი, სამსახური აუცილებელია, საბავშვო ბაღი აუცილებელია, ძალიან ბევრი ადამიანი მეტყვის. ნუ როგორ გეკადრება ბავშვებისთვის დაუშვათ რაღაცა აუცილებელია, მაგრამ ავიღოთ დაუშვათ სკოლა, ხო? სკოლაში რა ინფორმაციაც მიღებული მე მქონდა, მე არ მჭირდებოდა რეალურად. მე ბავშვობიდან უკვე მქონდა ისეთი გონება, ძალიან მეჩხუბებოდნენ მასწავლებლები, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, მე ისედაც უფრო მეტი ვიცი და ეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ გადმომეცით, მე საერთოდ არ ვიცი, ნამდვილად იყო თუ არა ეს ისტორია და აქ უკვე სხვა ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ რისი თქმა მინდა. თუ ჩვენ გავიღვიძებთ, ჩვენ მივხვდებით, რომ ყველაფერი შედარებითია და იმ სამყაროსთვის არ არსებობს ისეთი მოსაზრება, როგორიც აქ ვართ. გვაქვს უпростоრად, ხო? და ამიტომ თუნდაც ჩემი თავიდან გამომდინარე, აი რაც ვისაუბრე, რომ მე რაღაც მესმოდა ის ვესაუბრები, რეალურად ვის ვესაუბრები? ვიღაცა იტყვის, აი მე ეშმაკებს ვესაუბრება. ვიღაცა იტყვის, გარეკილი აქვს. ვიღაცა იტყვის ესე. მაგრამ მშვენივრად მიმუშავებს გონება, საკმაოდ ინტელექტუალი ადამიანი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ის ვისიც მე მესმის, ეს არის ჩემი მთავარი მე. ანუ რეალურად მე ჩემ თავს ვუსმენ უფრო ასე ვიტყოდი და მე ჩემს თავს მართავ. რატო? იმიტომ რომ ჩვენ რეალურად გვაქვს სამი გონება. სამი. ეს არის ფიზიკური გონება, ეს არის სულიერი გონება და სამშვენელის გონება, ანუ დამკვირვებელის გონება. რეალურად ჩვენ ვართ დამკვირვებლები. ძალიან საინტერესო რაღაცა შეეხება მარიამ, ადამიანების უმეტესობა, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და როგორც შენ ახსენე, გამოგვიძებული არა და ვერც ვერასოდეს ვერ გამოიღვიძებს და სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცი მოგდის ის პერიოდი, რომ რამოდენიმე წელიწადში ძალიან ფატალური რაღაცები მოხდება, იქიდან გამომდინარე ტოტალიტარული კონტროლი დაიწყება. მოდი და ვთქვათ, რომელი წლიდან დაიწყება ტოტალური კონტროლი? ხო, თქვათ 2030-დან 2030 წელი ეს იქნება წელი, როდესაც არ ვიცი, მარიამ საკმაოდ ისეთი კონტაქტები აქვს და აქ ისეთი ადამიანები მომყავს, რომელსაც საკმაოდ ძლიერი კონტაქტები გააჩნია თავის საქმიანობიდან გამომდინარე. არ ვიცი, მარიამის კონტაქტებზე ლაპარაკი არ მინდა, იმიტომ რომ ვინ რას წარმოადგენს, გინდა Forbes-ში და ასე შემდეგ, ყველამ ძალიან კარგად იცის. მოკლედ, რაზე მინდა ახლა საუბარი? რაც შენ ახსენი დამკვირვებლის პოზიცია, მესამე თვალი, რომელიც მოიაზრება ვიღაცაებისთვის სატანისტურად, რომელიც მოიაზრება. სინამდვილეში ეს მესამე თვალი, რაზედაც არავინ არ საუბრობს და ტაბუდადებული არის ეს თემა. რა არის ის მესამე თვალი, რაც ადამიანების უმეტესობას აშინებს, ვერ იაზრებს, იმიტომ რომ ეს არის რეალურად, რაც შენ ახსენე, დამკვირვებლის პოზიცია, როდესაც საკუთარ გონებას, ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს აკვირდები და დამკვირვებლის პოზიციაში ხარ. რატო არის საზოგადოებაში აი მსგავსი ტიპის გაუნათლებლობა და როგორ ვთქვათ, მიუღებლობა იმ ყველაფრის, რომ ეს ყველაფერი აი რაღაც დოზით მაინც ასოცირდება, რომ აი სატანა, აი რაღაც. მე რაღაცას შედარებას გავაკეთებ, რაც მე ჯგუფები მყავს, ანუ მოსწავლეები და უბრალოდ აი ზუსტად ამ მაგალითს ძალიან მარტივი მაგალითია. წარმოიდგინე სოფელი. სოფელში ადამიანს გლეხს ყავს 10 ძროხა. და ეს თაობა ძროხების იზრდება ერთ და იგივე და იციან რომ აი მარტო აი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აქ აჭმევენ, აქ ასმევენ, კვდებიან აქაც, უყვართ ერთმანეთი და მოკლედ. და ერთ მშვენიერ დღეს ერთმა ძროხამ აი უცბად ერთ ძროხას რაღაც დაემართა და გაიღვიძა. და უცბად გახედა და უყურებს ტყე. ტყე არსებობს. იქ არსებობს კიდე სხვა რაღაცა და საერთოდ ჩვენ არ უნდა ვიყოთ აქ. ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები, იწყებს ლაპარაკს, უნდა გაქცევა.
და დანარჩენი ზროხები, რომლებიც თაობიდან გაზრდილები არის. მე დარწმუნებული ვარ, ზროხები სპეციალურად ან კორექტულად თვლის, სინამდვილეში ცხრების თქმა გინდოდა დარწმუნებული ვარ. ნუ კი ბატონო, მოდი ესე ვიტყვი. Ships, okay. ჩარჩოებში ცხოვრობენ, ისინი ვერასოდეს ვერ გადადგავენ ნაბიჯში, იმიტომ რომ სისხლში, გენომშიც უკვე აქვთ. აგიხსნით, მე ხა ძალიან შეურაცხყოფ არავის არ ვუყენებ, ეხლა უბრალოდ გეუბნებით, გიხსნით. არა, ეს ფსიქოლოგიური ტერმინიცაა უკვე, მარიამ, რომ არსებობენ საზოგადოებაში NPC-ები, ანუ არა მოთამაშე პერსონაჟები, რომლებიც მასას ავსებენ. NPC, non-player character. ამაზეც ვისაუბრებ. მე მაქვს ესეთი თეორია, ნულოვანი ადამიანი. აი ხა აგიხსნი. მე შენ და ყველა ხო ჩვენ არ ვართ ნულოვანი ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენს უკან არის თაობა და ჩვენს სისხლში, ჩვენ DNA-ში არის გარკვეული ინფორმაცია, გენომი, ინსტინქტები, მოდი ესე დავარქვათ, რომლებიც მოყვება ჩვენ. სიტყვაზე ჩვენ რო გავაჩინო, მე კიდე რო გავაჩინო ბავშვი და ეს ბავშვი სადმე ტყეში გაიზარდოს სხვა პლანეტაზე, მას ექნება ჩემი თვისებები და გენომიდან გამომდინარე მოიქცევა ჩემნაირად. ანუ მიხვდება რომ ეს უნდა გააკეთოს თქვათ სახლი, მიხვდება რომ უნდა უყვარდეს, ანუ არის გენომში, ხო? და არ იქნება უბრალოდ ისევ მართვადი, ჯერ გასუფთავებული გენი არ აქვს, იქნება მართვადი. და შეიძლება თავისი შვილებიც ისე გაზარდოს, ისე იმანაც გააკეთოს ჩარჩოები. მაგრამ თუ არის ნულოვანი ადამიანი, რომელსაც არანაირი მშობლები არ ყავთ, უბრალოდ არის კვეცხუჯელი და სპერმატოზოიდი ნულოვანი, ხო, შეერთებული და გაიზარდა, ნუ დავარქვათ, ეხლა სელექციურად გაკეთებული, ხო, ადამიანი, რომელსაც ძალიან ისეთ რაღაცას იძახი, ატყდება ერთი ამბავი სელექციურად გაკეთებულზე, ხო იცი? ნუ დაუშვათ, ხო. გავიყვანოთ თქვათ მარსზე, ნუ სიტყვაზე, სადაც არის მარსზე არ არის, მაგრამ სხვაგან, სხვა პლანეტაზე, თუ არსებობს სხვა პლანეტა, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია, აქ არ არსებობს, ხო, გავიყვანოთ სხვა პლანეტაზე და დავსვათ ეს ადამიანი, აი ეს ნულოვანი ადამიანი გაიზრდება თავისი ქმედებიდან გამომდინარე დასკვნებს გამოიტანს. უფრო თავისუფალი იქნება, ჩართავს თავისი ტვინის უფრო მეტ პროცენტს, იმიტომ რომ ადამიანის ტვინი მუშაობს მარტო 10%-ზე და 10-ზე თუ უმუშავებს, 10-ზეც არ უმუშავებს, მოდი ასე ვთქვათ და ჩვენ სადღაც 90%-ს ვერც ვიყენებთ და ეს ყველაფერი რო ჩართოთ, ჩვენ ვიქნებით ზუსტად აი ის მულტიგანზომილებიანი არსება. ძალიან ძლიერი, ჩვენ შევძლებთ, ეხლა გაგიკვირდებათ, იფიქრებთ რომ ფანტაზიური ვარ, ფრენა, ტელეკინეზი, კომუნიკაცია დისტანციურად, ტელეპათიურად, ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება. მაგრამ აი ეს ნულოვანი სისტემა გვიშლის ხელს და კიდევ გვაწყვებიან სხვადასხვა მხრიდან, უფრო მეტი ჩახჩობა მიდის, ხო, ჩარჩოები მიდის და всё. აი, მოდი პირდაპირ დაგესვავ შემდეგ კითხვას, რა თემაზეც ეხლა შენ დაიწყე ლაპარაკი. ტოტალიტარული კონტროლი იმისა, რომ ადამიანების უმეტესობამ არ გაიღვიძოს. რაც ხდება, ჩვენ როგორც შენახსენებ ცხოვრობთ მატრიცაში. და სადაც, ნუ არის ფილმი მატრიცა, ალბათ ყველას ნანახი აქვს. გიждები ამ ფილმზე, როდესაც პირველად ნახე, აი ესეთი ვიყავი. ეგარი. ხო, ფილმი მატრიცა, ყველას ნანახი აქვს. ადამიანების უმეტესობა რაღაცა მარტო სპეცეფექტებს და ნეოს ჩხუბებს უყურებს, მაგრამ იდეოლოგიურად რა ტიპის მატარებელი არის ეს ფილმი, რომ ეს არის დოკუმენტური ფილმი და არა რაღაცა ფანტასტიკური ჟანრის ფილმი. გამოუღვიძებელი ადამიანი, აი როგორ თვლი, აი მე ესეთ რაღაცას თვლი და დავუშვათ, ეხლა გავაკეთებ ბნელი თავდაჯერებულობის კურსი, Dark Side. ადამიანებს ვასწავლი საკუთარ ბნელ მხარესთან ცხოვრებას. რომ შენ ჩვეულებრივი ადამიანი აუცილებელი არის რომ ისწავლო შენ საკუთარ ბნელ მხარესთან ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრებაში დაიჩაგრები. ერთ ლოყაში გაგარტყავენ და მეორე მიუშვირე, ეგრე ცხოვრებაში წინ ვერ წახვალ. თუ შენში არ არის კონკრეტული ენერგიები, რომელსაც შეუძლია თუნდაც ვიღაცას რაღაცა როცა საჭირო არის. შავისავთ. ხო? ნუ მესმის. მაგრამ ამ ყველაფერს არ ასწავლიან. აი სწორედ ის ადამიანები, NPC-ები, რაც ეგან ვახსენეთ, გამოუღვიძებელი ადამიანები. რამდენად საშიშები არიან გამოღვიძებული ადამიანებისთვის, რომლებმაც სულიერად მენტალურად გაიღვიძეს, აი შენი ბავშვობა ძალიან საინტერესო იქნებოდა, შენ თვითონ ვიახსენე ეს ყველაფერი. ადრეულ ასაკში, როდესაც აი რაღაცა ბავშვი ადრეულ ასაკში იღვიძებს. მე გამოვიღვიძე ჩემი წარსულიდან გამომდინარე. არა დედა, არა მამა, მეტი არჩევანი არ მქონდა. ცხოვრებამ გადამარტყა უამრავი შრამები დამიტოვა, გავიღვიძე. მადლობა, არ ვიცი სამყაროს. ბრილიანტი, თავიდან არის რა, ქვა? Need pressure. ჭირდება ზეწოლა მაქსიმალურად. აი შენ როგორ გაიზარდე ესე, რომ აი მსგავსი ტიპის NPC-ებთან ცხოვრება მოგიწია და აი როგორ ფსიქოლოგიურად რა, აი როგორ ძალადობდნენ შენზე, როგორ დაგცინოდნენ. ძალიან საინტერესო იქნება ეგ ყველაფერი მოყვა, იმიტომ რომ მე ხშირად ვიძახი, რომ ეს ადამიანები გამოღვიძებული ადამიანებისთვის ძალიან საშიშები არიან. კი.
სხვათა შორის შენს გექნება შემჩნეული, როდესაც ადამიანი არის განსაკუთრებული და გაღვიძებული, ეგრევე არ ტყავენ. აი ყველანაირად არ ტყავენ ცხოვრებაში. მე ძალიან რთული გზა მაქვს გავლილი. შეიძლება არ მეტყობა, მე კეთილი ადამიანი ვარ, ყველას გონია რომ უი, დილნა საღამომდე სულ დაფრინავს. არა, ეგრე არ არის. მე ჯოჯოხეთი მაქვს გავლილი დედამიწაზე, იმიტომ რომ რეალურად ჩემთვის ჯოჯოხეთი დედამიწაზე იყო და დაახლოებით, აი ბავშვობა ძალიან მაგარი მქონდა, მაგრამ როგორც კი გავხდი დაახლოებით რო გითხრათ 17 წლის, აი 17 წლიდან დაწყებული დაახლოებით პლუს მინუს 27 კი არა, 35 წლამდე მე მაქვს საშინელებები გავლილი. მე არ ვამბობ, ეხლა ზოგი ესე იფიქრებს, ზოგი ისე under pressure, რაღაც ემოციური აბიუზი, ცემა ტყეპა, ну მოკლედ ეს ყველაფერი შეგიძლია მაგაზე გააჟღერო რაღაცები? მე უბრალოდ ნახე მე არ მინდა აქცენტების გაკეთება, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად კი ცუდი იყო, მაგრამ ამ ცუდის უბრალოდ ეს ცუდი რო არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ხო? მე არ გავიღვიძებდი. და აქ ვუბრუნდებით იმ თემას, რომ ნახე რა არის სიკეთე და რა არის სიბოროტე. ყოველთვის ამას ვამბობ. სისტემა კი არის ვერ იტანს ჩვენნაირ ინდივიდებს, იმიტომ რომ NPC უფრო მართვადია და უფრო შესაძლებლობა აქვს რომ წაიყვანოს იქით სადაც უნდა და გააკეთოს თავისი ალგორითმული სისტემა და აიღოს ენერგია, ხო? იმიტომ რომ ენერგიით იკვებება. ხო, მაგრამ როდესაც ჩვენნაირ ინდივიდი მოდის, მას ეს გან არ მოსწონს, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი ენერგია გვაქვს და უფრო მეტ მუშავებთ. მაგრამ ზევით ეგ ყველაფერი, მოდი ესე ვთქვათ, დავარქვათ, ძალიან კარგად იცი ყველაფერი რა როგორ, ელიტებს ბევრი გამოღვიძებული ადამიანი არ ჭირდებათ, იმიტომ რომ მე ვეღარ გააკონტროლებენ. იმიტომ რომ როდესაც ეხლა წარმოიდგინე, როგორც ჩვენ ვისაუბროთ ამის წინაც, ვიტყვი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა გაღვიძებული თუ იქნება, ყველა თუ იქნება ბედნიერი, არავის არ აწყობს. ეს დუალური სისტემა, ეს არის მართვადი სისტემა, აქ ეს არის მატრიცა, ეს არის ბინარული კოდი 00110001 და მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ აქედან ავიღოთ 0 და 1, 0 სადაც არის ქალი, 1 მამაკაცი საწყისი, ანუ ქალური და ენერგია პლუსი და მინუსი, ერთი სიტყვით, ხო, ესე ავიღოთ, სიკეთე, სიბოროტე, აქ პრიმიტიულად მოქმედებს ტვინი, აქ ჩარჩოებიდან თუ გადადიხარ, უკვე სისტემა ირთვება, უიმე რა ხდება, რაღაც ტეხავენ პროგრამას და ამიტომ რა თქმა უნდა აწყობთ რომ იყოს ყველა თავის ადგილზე. ნუ ყველაზე არ მაქვს საუბარი, ხო? და ფაქტობრივად ძლიერი მოთამაშე ვისაც ლგოტები აქვს და ზის თავისთვის, ის ყველაფერს მართავს. ვინც იცის გარკვეული კოდი, როგორც ავიღოთ Sims-ი არის ესეთი თამაში, ბავშვობიდან გიждდებოდი ამ თამაშზე და Control Delete რო დააჭერ და Rosebud რო დააჭერ, შენ შეგიძლია დაურიცხო შენს თავს მილიარდობით დოლარები და რაღაცეები, მოკლედ კოინები და იყიდო ყველაფერი, რაც მანდ არსებობს. მარიამ, შემდეგი კითხვა უნდა დაგისვა, ძალიან საინტერესო არის და მოხარული ვარ კიდევ ერთხელ მიხარია რომ ეხლა აქ ხარ. იმდენად საინტერესო თემებზე ვსაუბრობ და დეტალიზაციას ვახდენთ ამ ყველაფრის. ეს თემა იქნება და ეს კითხვა, რასაც ეხლა დავსაუბრ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ტაბუ დადებული ამ ყველაფერზე, ძალიან ბევრი ადამიანი ღიზიანდება. მე პირდაპირ გეტყვი, სანამ კითხვას დაგისვამ, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ჯერა კი ბატონო, ღმერთის ყველაფერი, მაგრამ ადამიანების უმეტესობა და კონკრეტულად რელიგია შენ საქმიანობას ძალიან ცუდად მოიაზრებს, აღიქვავს და ეს ყველაფერი ძალიან ბევრს აღიზიანებს ხოლმე. რატო ხდება ეს ყველაფერი და რატო არის სოციუმში დღეს? აი შენი აზრი მაინტერესებს დეტალურად ამ ყველაფერსთან, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის შენაირი პროფესიონალისგან მოსმენა, რელიგია, ეზოთერიკა ყოველთვის იყო საქართველოში რაღაცა დაპირისპირებული მხარეები, რომელიც ერთი იძახდა რომ ეს ყველაფერი არის საშინელება, მეორე იძახდა რომ თქვენ ჩემი არ გესმით, ამ შემთხვევაში შენი საქმიანობიდან გამომდინარე და მოდი გავშალოთ ეს თემა. ხო, აი ახლა სხვათა შორის გამახსენდა, წინაზე დავდე ვიდეო, ჩემი ვიდეო. სადაც ვამბობ რა ხდება, რა ემართება ადამიანს გარდაცვალების შემდეგ, როგორი სტადიები უნდა გაიაროს სულმა. ნუ მოკლედ ჩვენმა ხალხმა ახლა ძალიან ბევრმა ნორმალურად მიიღო, ძალიან ბევრი ნახვები ქონდა, მაგრამ მოატეხეს მთელი ამბავი, შენო ისე ხარო, ლუციფერი ხარო, ისე. ნუ მე ამას აღარ ვუყურებ ისე, აი კრიტიკულად, ადრე ძალიან ემოციურად. მაგასიური ღთიურები და არ ვიცი 70 წელს გადაცილებული ქალბატონები მე მეძახიან. იესო ქრისტე იცის, ვინ არის და უბრალოდ
უბრალოდ აი კამერას ვუყურებ და გეუბნებით რომ მე კარგად მშვენივრად ვიცი ვინ იყო იესო ქრისტე, მე მონათლული ვარ, მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ასე მოხდა რომ კი მართლმადიდებელი ვარ და ძალიან დიდ პატივს ვცემ მინდა გითხრათ რელიგიას პირველ რიგში და ჩემთვის რეალური რელიგია არც ქრისტიანობა, არც ბუდიზმი, არც მუსულმანობა, ჩემთვის რეალური რელიგია არის სიყვარული. და თქვენ თუ სიყვარული არ გაქვთ ერთმანეთის მიმართ, როგორ შეიძლება დაარქვათ თქვენს თავს რომ რელიგიურები ხართ? სიტყვაზე მე ძალიან დიდი დანაშაული მაქვს, ხო და მე აი ასეთ თემაში ვარ. მე ფაქტია ძალიან კეთილი პიროვნება ვარ და ყოველთვის აი შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გითხრას რომ ძალიან ბევრს ვეხმარები ისე. ვეხმარები დილიდან საღამომდე არ მძინავს, მაგრამ მაინც ამბობენ ჩემზე ასეთ რაღაცებს. რატომ? იმიტომ რომ პირველი აშინებთ ის რომ მე ჩარჩოების იქით ვარ. გავიხსენოთ ძროხები, გავიხსენოთ აი ეს მაგალითი რომელიც თქვი, ხო, გაღვიძებული პერსონა ყოველთვის გაშინებს, იმიტომ რომ არ იციან რა ხდება მანდ. და ის ამათი დოგმები და ჩარჩოები რაღაცა ხდება. არ შეუძლიათ რომ ახალი ინფორმაციის მიღება. მეორე, ის არის რომ ფაქტია მე ადამიანებს ვეხმარები, მათ გვერდში ვუდგები და კეთილი ვარ. მესამე, გაღვიძებული რო ვარ, ეს აგრესია ნორმა და ჩემთვის მე ვიღებ ამ აგრესიას და იყოს ეს აგრესია, თუნდაც ძალიან ბევრ ადამიანს ვუყვარ ვარ, მინდა გითხრათ და ასევე დავამატებ რომ რეალური რელიგია აი ავიღოთ დიდი ესეთი არის სტადიონი. სტადიონში შესასვლელი არის რამოდენიმე. ხო? 7, 8, 12, არ ვიცი, რამდენიც გინდა. თითო შესასვლელი, თითო რელიგია. მაგრამ შიგნით არის დავარქვათ ღმერთი, აბსოლუტი, სიყვარული. არ აქვს მნიშვნელობა საიდან შედიხარ. შენ ხო ღმერთთან შედიხარ. მაგრამ ასევე თუ შენ ამბობ რომ შენ რელიგიური ხარ და ამბობ რომ შენ ხარ ისეთი სუფთა წმინდა თუ მარხვას იცავ, თუ დაუშვათ ლოცულობ და ასე შემდეგ, რატო შეგიძლია ადამიანის ლანძღვა? რატო ხარ ასეთი აგრესიული? რატო შეგიძლია ცუდად ესაუბრო და ცუდი რაღაცა უთხრა ადამიანს, აი როგორც დაუშვათ ჩემთან ამის წინ წავიკითხე კომენტარი, ესეთი რაღაც ასაკოვანი ქალბატონი იყო, არ ვიცი რა დაემართა მას. სტანდარტულად რატო ხდება საქართველოში ესე რომ მომწერა რომ აი დაიცა შენი სული უნდა წაიყვანონო, ანუ გარდაიცვალეო ესე მითხრა, ну რაღაც ლაითად ისე მითხრა და ჯოჯოხეთში მოხდები შენო აუცილებლათო, იმიტომ რომ და თვითონაც არ იცოდა რატო, უბრალოდ ისეთ შემოსაზრებელო გამოხატე, ამიტომ მეუბნებოდა მაგას, ну მოკლედ რაღაც ლანძღვები და მოკლედ ცუდი სიტყვები. ხო და ზუსტად ამას ვამბობ რომ თუ ამბობ რომ რელიგიური ხარ, ქრისტიანობა, ხო, ესეთი ლამაზი რელიგია, თუ ამბობ, თუ დადიხარ ეკლესიაში, რატო ხარ აგრესიული? რატო ამდენი ბოღმა გაქვს? ვერ გეხმარება? ანუ ესე იგი არც მარხვა, არც არაფერი და აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. მე არასდროს ესეთ რაღაცას არ გავაკეთებ. მე არასდროს არ დავეკეთებ. გიმარხულია მარიამ? მე მარხვაზე ვჯდები, მაგრამ მე სხვა კუთხით ვჯდები, აგესნით. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ზოგადად ძალიან საინტერესო არის, აი შენაირი ეზოთერიკოსი ადამიანი თუ იყო დაუშვათ პერიოდი შენ ცხოვრებაში, რომ ეკლესიაში დადიოდი, ხატებთან სანთლებს ანთებდი. მე უფრო მეცაც გეტყვით, მე ძალიან ბევრს ვლოცულობდი, მე ძალიან ხშირად დავდიოდი ეკლესიაში, მონათლული ვიყავი, ხილვებიც მქონდა, სიზმრებშიც ვხედავდი, მაგრამ არაფერი არ შეიცვალა. ნახე? მე უბრალოდ სისტემიდან გავედი. ნუ მე ჩემთვის, მე არ ვამბობ რომ ყველამ უნდა გააკეთოს ასე, ეს ჩემი არჩევანია. მე პატივს ვცემ, მე ვლოცულობ დღემდე, მაგრამ სხვანაირად. მე უბრალოდ უშუალოდ ღმერთს ვესაუბრები. ღმერთს, ჩემს მთავარსმეს, აბსოლუტს, სინათლეს, სიყვარულს. მე გადავცემ ამ ენერგიას ხალხს. მე მივალ მოხუც ადამიანს დავეხმარები, მე გვერდში დაუდგები, მე ფულს გადავცემ. მე ძალიან ბევრ რაღაცას ვამბობ, რომელსაც არასდროს არ ვიღებ და არ გეუბნებით. მაგრამ ჩემს მაგივრად ხალხი ლაპარაკობს და ძალიან ბევრი ადამიანი იცის, რომ ასე ვიქცევი.
თუნდაც საკმაოდ ბევრმა მამაოს ვიცნობ, ძალიან ვუყვარ ვარ კიდევაც და ძალიან დიდ ანუ გაქვს მამაოებთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, რატომაც არა და ბევრისთვის წარმოუდგენელი არის და მაგითო გეკითხა. არა, როგორ იციან, ნახეთ, პროფესია, პიროვნება. შეგნებული ადამიანი და ღრმა ადამიანი, რომელიც მართლა სუფთა და ძალიან ბევრს ისეთ მამაოს ვიცნობ, რომელიც მართლა სუფთა სულის არის და ძალიან კეთილია. ხო იცი რომ დაუჯდები და მართლა გინდა რომ რაღაცა მოუყვერ შენი პრობლემები და ესეც ხო გარკვეულწილად ფსიქოლოგიაც არის. ხო ეგრეა. ხო და ასეთი ხალხი არსებობს და პირიქით ამბობენ რომ თუ ეხმარები ადამიანებს დაეხმარე. იციან რომ ცუდი ცხოვრებაში მე არავისთვის არ გამიკეთებია. ხო და აი ეს ცოტა გრადაცია რომელიც გვაყენებს აი ესეთ ნახე ჩემს მსმენია ძალიან ბევრი რამე მსმენია, მაგრამ როდესაც გამიცნობენ ხვდებიან რომ აი ხა მითხარი შენ. ამის წინაც მითხარი. ხო? აი როგორი ენერგია მაქვს? ანუ ისეთი ენერგია გაქვს, რომელიც ადამიანს ბევრს აქვს ეგეთი წარმოდგენა შენზე სხვათა შორის, რომ აი რაღაცა მარიამს აქვს, რაღაც ნეგატიური ენერგია, პირიქით მე როდესაც გნახე, ისეთი ენერგია გაქვს, რომ ადამიანს არ ვიცი სიცოცხლეს მოანდომებს და მე არ ვიცი ენერგიებს ბავშვობიდან ვკითხულობ, გარდა ჩემი ფსიქოლოგიური განათლებისა, რაც მაქვს, სხეულის ენა ძალიან კარგად ვიცი, მიკროექსპრესიები ძალიან კარგად ვიცი, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ენერგია ეს არის ის, რაც ადამიანს ვერ გაუყალბებ და მე არ ვიცი, შენი ენერგია, როდესაც პირველად ნახე, გაკვირვებული ვიყავი, უბრალოდ ამ ადამიანს ამხელა მუხტი საიდან აქვს, რომ სხვა ადამიანებს შეუძლია რაღაცა სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს და სიცოცხლის ენერგია მისცეს. ძალიან საინტერესო არის მარიამ. შემდეგ კითხვა, რომელიც უნდა დაგისვა, ეს არის თეთრი და შავი მაგია. რომელიც არ არსებობს. კარგი. Okay, stay cold. არსებობს თუ არა თეთრი და შავი მაგია? თუ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ნეიტრალური ენერგია და ეს ყველაფერი არის უბრალოდ ადამიანების ინტერპრეტაცია, როდესაც კონკრეტულ მაგიებს აკეთებენ. არსებობს თუ არა სიკეთე და სიბოროტე? რა თქმა უნდა არსებობს. ერთი მეორეს ოპოზიტი არის. ოპოზიტი დედამიწაზეა. იქაც ალბათ. არა. ეგრე არ არის. ყველაფერი მან არის ბალანსში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვეშლება. მე უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ადამიანი არის თავისი ბუნებიდან გამომდინარე შინაგანად აგრესორი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძვის თავის ცხოველურ ინსტინქტებს და თავის აგრესიულ საწყისს. მე ყველა ადამიანზე არ მაქვს საუბარი, უმეტესწილად, როდესაც NPC არის, ხო? და როდესაც არ არის გაგვიძებული, მას უფრო ინსტინქტები მართავენ და რა თქმა უნდა. ხო და აქედან გამომდინარე აგრესიას გამოხატავს. რა თქმა უნდა, მკვეთრი ისტორიები არსებობს, ეხლა ზოგი ეხლა პოლემიკაში შედის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი კომენტი იქნება, როგორ არა არსებობს. არსებობს ის, არსებობს ეს, მაგრამ თქვენ თუ მიხვდებით თქვენ თუ გააფარტოვებთ თქვენს გონებას და ჩაღრმავდებით, თქვენ მიხვდებით, რომ მართლა არც ერთი არც მეორე არ არსებობს. აგიხსნით პრინციპს. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ეს ცუდია, ეს კარგია, იმიტომ რომ დედამიწაზე ვარ და დუალურ სისტემაში ვარ, ინი და იანი, მაგრამ როდესაც დაუშვათ სიტყვაზე აი ეს ისტორია ავიღოთ, მე ჩემი გზა ხომ მქონდა ნათქვამი, გავლილი მაქვს, ყველა ძალიან მიყვარს, ყველა ადამიანი ვინც ჩემს ცხოვრებაში იყო და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რომ გამზარდეს. და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა ხალხს, ვინც ჩემს დამი გამოხატა აგრესია, ნეგატივი, მომატყუა, რაღაცა, იმიტომ რომ მე გავიზარდე, მე მომცე საშუალება დახვეწილიყავი. ეს ხალხი რო არ ყოფილიყო, ეს არ იქნებოდა ჩემთვის კარგი და ამიტომ აქ ცოტა შედარებითი სიტუაცია და ვიტყოდი რომ კი იმ მომენტში შეიძლება ჩემთვის ეს იყოს სიბოროტე, მაგრამ ფაქტობრივად ეს გამოვიდა სიკეთე, იმიტომ რომ მე მივაღწიე ჩემს მიზნებს და ჩემმა სულმა განიცადა ვითარება და ბევრი რამ ისწავლა და უკვე როდესაც მოვა ჩემი დრო, მე წავალ უკვე ნასწავლი და გარკვეული მარაგი და დასვენებსაც გამოვიტან. სიკეთე იგივე სიკეთე, როდესაც მოდი დედიკო დაგეხმარები, მოდი დედი არაფერი არ გააკეთო, მოდი მეწოდები დედიკო მიიყვარხარ, ეს არის სიკეთე, ხო? არაფერი გავიდა 1 წელი, არაფერი 10 წელი, არაფერი არ გააკეთე, დედიკო მე გავაკეთე და მე დედა უკვე ასაკშია, შვილი ზის ესე, ჰაჰა და დედა მუშაობს, ასაკოვანია, სად იყო მისი სიკეთე, რომელსაც გამოხატავდა ადამიანის მიმართ. არსებობს ესეთი რაღაც, ნიჩეს აქვს ძალიან გენიალურად ესეთი სიტყვები ნათქვამი, სიკეთე და სიბოროტე, ეს ყველაფერი ესთეტიურ კრიტერიუმებზე გადის. რა თქმა უნდა. მაგალითად, მე თუ მოვკლავ პეპელას, მე ვიქნები ბოროტი ადამიანი. მე თუ მოვკლავ ტარაკანას,
მე ვიქნები, ესე იგი, არ ვიცი, კარგი ადამიანი, იმიტომ რომ არაკნისგან გადავარჩინე ვიღაცები, ხო? აი მაგალითად, სოციალურ ჯუნგლებში გვიწევს ჩვენ ცხოვრება. ნამდვილ ჯუნგლებშიც იგივე ტიპის პრინციპი მუშაობს, ხო? ზებრა ადამიანებისთვის, კონკრეტული ადამიანებისთვის მოიაზრება, რომ ის არის რაღაცა კეთილი, ლომი ეს არის რაღაცა ბოროტი. მაგრამ ხო არსებობს სიკეთე და სიბოროტე, რომელიც ადამიანის მორალის იქით არის და რომელიც არღვევს დაუშვათ ეზოთერიულ კარმულ, ან როგორ ვთქვათ, ეს ყველაფერი. მე თუ მოვკლავ ადამიანს, მე თუ სიბოროტეს გავუკეთებ, ხო? აი სიბოროტეს გულისხმობ, თუ მე შემიძლია ვიღაცას ჯადო გავუკეთო. აი მე საინტერესო მომენტი მქონდა ეხლა, რომ ვიღაცებმა სცადეს, მოგიყევი კიდევაც, სანამ გადაცემას დავიწყებდით, კონკრეტულმა ადამიანებმა სცადეს რაღაცა ჩხირები იყო, რაღაცა სისხლი იყო, რაღაცეები არ ვიცი, რაღაც თმები იყო და აი სალფეთკზე, ქაღალდზე უკაცრავად ეწერა ესეთი რაღაცა, იმედია ერთ დღეს ჩაძაღლდები და დედა მოგეთყუნება. ხო, ანუ ეს ყველაფერი ხო სიბოროტი არის კონკრეტული ადამიანის მიმართ, როდესაც ნეგატიურ ენერგიას უშვებ, ხო? ნუ თავის რა შეგვიძლია დავარქვათ ამ ყველაფერს? აქ ძალიან ნახეთ მე რისი თქმა მინდა. ძალიან დიდი ფილოსოფია ამაში ჩადებული. ეს ძალიან ღრმად უნდა შეხვიდე, რომ მიხვდები, რომ ერთი არც მეორე არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ აქ დაგჭირდება უფრო მეტი დრო, რომ ზუსტად აი ამ თემაზე ვისაუბროთ და მივიდეთ კონკრეტულ კონსენსუსამდე. მაგრამ ნახე ამ სიტუაციაში მე უბრალოდ დავამატებ, რომ პირველი ჯადოს პრინციპი საერთოდ აი სუსტი ადამიანი, როდესაც აკეთებენ და რაღაცა, რომ შენ დაინახო ეს ჯადო. როდესაც შენ დაინახავ ამ ჯადოს ქმედებას, შენ უკვე ჩაგერთვება ტვინში თვითგანადგურების სისტემა. იმიტომ რომ შენ ფსიქოლოგიური ქვეცნობიერება ფსიქოლოგია, მოდით ასე. არსებობს კი ჯადო, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია რეალურად. უფრო მეტად ვიდრე რეალური. შენთან თუ მოდიან ადამიანები და გეუბნებიან ეს რაღაცას. მარიამ, მინდა დამეხმარო, არ ვიცი, შეყვარებული ვარ ვიღაცაზე, იმას არ ვაინტერესებ და აი მარიამ, აი კონკრეტულად მე გადაგიხდი 20,000 დოლარს მარიამ და შენ დამეხმარა იმაში, რომ იმ ადამიანს ჩემი თავი შეაყვარა. მე ვარ მაგისტრი. მე არ მაქვს უფლება მე ფიცი დადებული მაქვს, რომ ცხოვრებაში არც ერთ ადამიანს არ დავსაჯო და ადამიანების საწინააღმდეგო რამე გავაკეთო. ეგ არის. და როდესაც ჩემთან აი ბევრი არსებობენ მაგას გეუბნები, რომლებიც აკეთებენ მაგიებს და 1000 რაღაცას მოდიან და თხოვენ, მე რამოდენიმე ჯერ მქონდა ეგეთი შემთხვევა, მე ვეუბნებოდი თუ შეიძლება ადექით და გადით. შანსი არ არის ადამიანის ნების საწინააღმდეგ რამე გავაკეთო. შანსი არა, ეს არის ბუნების კანონი, ეს არის სიყვარულის ენერგიის კანონი. მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც აკეთებს. აქ არის ორი ვარიანტი. არ გამოდის ეგ თეთრი და შავი მაგია? აგიხსნი, ან ეს ადამიანი უბრალოდ აპიარებს თავის თავს და არის ის გაკეთება და უბრალოდ ფულს აკეთებს და ამბობს რომ მე გავაკეთებ და ასე შემდეგ. ან ძალიან საინტერესო რაღაც სიძახი ახლა. ანუ შენი ძახი რომ ბევრი აფერისტი არსებობს, თუნდაც ბევრი აფერისტი არსებობს. სოციალურ ქსელებში, რომელიც იძახის რომ მაგიას აკეთებს და ეს ყველაფერი. ყველაზე ადვილია, როდესაც ახლა მე ფსიქოლოგი ვარ პირდაპირ გეტყვი. ვიცი საკუთარი თავის თვითჰიპნოზი და კონკრეტული ადამიანი რომელიც კონსულტაციაზე მოდის, ყველა მეუნება შენ კურსებს, შენ რაღაც კონსულტაციებს შედეგები როგორ აქვს. თუ ვიცი კონკრეტულად ადამიანის ცნობიერში ჯერ აგავაღვიო რომ კონკრეტული შედეგი დადოს და ეს ყველაფერი მის ქვეცნობიერში როგორ გადავიდეს. აი ეს ყველაფერი რასაც ადამიანების უმეტესობა შენ რასაც ეძახი რომ აფერისტები არიან და შავ მაგიას აკეთებენ, ну სინამდვილეში ანუ შენ თვითონვე იძახი რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ფსიქოლოგიური თამაში. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური თამაში ადამიანების გონება. იცი რომ ეხლა ამის გამო რასაც იძახი ძალიან ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელებში შეგდგებიან, წამოვლენ 1000 კომენტარს დაგიწერენ. მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ხალხის მოტყუების პირველ რიგში, ხო? ეხლა ძალიან ბევრი იტყვის და თვითონ რაღაც და მე არაფერს არ ვიტყვევ. მე ვამბობ იმას რაც არის. ჩემს მიდგომას, ჩემს მოსაზრებებს, მე ყველაფერს ვამბობ. მე არ ვამბობ რომ მე დილიდან საღამომდე ისეთი ვარ და ძალიან ისეთი ვარ. ჩემზე საუბრობს ხალხი, ჩემზე საუბრობენ ჩემი საქციელები, ხო? ხო ასეა, მორჩა. მე არც ვამბობ რომ ძალიან კარგი ვარ. იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ. მე დედამიწაზე ვარ, მე შეიძლება აგრესიულიც ვიყო, ესეთი ვიყო, მაგრამ მე მუშაობ ჩემს თავზე. მაგრამ ერთადერთი ჩემი ტაბუ არასდროს არ მოვატყუა ადამიანი. ეგ ნუ არ შემიძლია. და ამიტომ თუ მოდიან და თუნდაც ვხედავ რომ აი რაღაც ვერ ვარ, მე ვამბობ დღეს ვერ მიგიღებთ. თუ მე ძალიან პერფექციონისტი ვარ, ყველაფერში დეტალურად რაღაც უნდა დავეხმარო და იმის გამო
რომ მარტო ფული გავაკეთო და ვუთხრა იცი რა შენ ჯადო გაქვს ეგ სისულელეა ეგეთ რაღაცა ცხოვრებაში არ გავაკეთებ და ნახე ყველაფერი არის გაправებული ანუ შენ რო ამბობდი რაღაცა ის სიკეთე და სიბოროტე ამ შემთხვევაში გაჩნია როგორ შევხედავთ მე მინდა ცოტა დავუბრუნდე ხო შენ ამბობდი აი ადამიანის მოკლა და ადამიანის ის დავუბრუნდეთ მოდით ომებს ხო ხალხი რომელიც ომში მიდის და ადამიანებს აი ჯარისკაცებს რო ეუბნებიან მიდი ამას საწინააღმდეგ აი ხო ნაციის საწინააღმდეგ მიდის რას აკეთებენ სად არის ის ხალხი რომელიც არის ერთმანეთს საწინააღმდეგ ან დავუშვათ ერთი მხარე მას გონიათ რომ ძალიან სწორ რაღაცას აკეთებენ და რო კლავენ იმ ხალხს ხო რას აკეთებენ სად არის ანუ თვითონ ფიქრობენ რომ სიკეთეს აკეთებენ ჩვენ ვიცავთ კარმული ვალი ედება ამ დროს ადამიანს როდესაც მეორე კარმული ვალი კი არა მთელი დედამიწის ენერგია ისე დღეშია რომ უკვე დრო ცოტა აზრზე მოვიდეთ შუმონის რეზონანსი რა დღეშია ხედავ არ ტყავს და არ ტყავს ზევით იმიტომ დედამიწა ნუ ეს ადგილი სხვა ვიბრაციებზე გადადის და გრძნობს რომ ძალიან დაბლა ჩავდივართ და ასეთ ხალხს აგდებს მაგიტო ამდენი კატაკლიზმი ამდენი ნევროზული დაავადება იმიტომ რომ ადამიანი ვერ ასწრებს ვითარებას ჩვენ უკვე ისეთ განზომილებაში ენერგეტიკულად ოღონდ ფიზიკურად არა გადავდივართ როდესაც გაღვიძება ხდება და ხალხს სპეციალურად ჩარჩოებში სვავენ თუნდაც აქეთ იქით ყველა მხრიდან და ადამიანები ერთმანეთს საწინააღმდეგ მიდიან შენ ისეთი ხარ შენ ისეთი იმის გარდა რომ უბრალოდ მოვიდნენ ერთმანეთთან და ცოტა გაიღვიდნენ და სიყვარული ერთმანეთს გადასცენ ხო სად არის? აბა სად არის თქვენი სისუფთავე ენერგეტიკული, როდესაც თქვენ აგრესიულად არძროვნებთ, როდესაც თქვენ ომებს აწყობთ, როდესაც თქვენ მსგავს რაღაცებს აკეთებთ, ანუ ადამიანებს ერთმანეთის საწინააღმდეგ აჯახებთ. რატო უნდა იყოს ეს? მაგ ყველაფერს ზევით ელიტები აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხზე იმანიპულირონ, მე ესე ვფიქრობ. მაგრამ ჩვენ ისთვის ვარსებობთ, ჩვენ ამიტომ უნდა გავიღვიძოთ. მე არ ვამბობ, კიდევ ერთხელ, უნდა შეცვალო რელიგია, უნდა შეცვალო შენი წესი. არა. ყველა ადამიანს როგორც კომფორტულად არის, ხო, უნდა კონდეს ასეთი ცხოვრება. მაგრამ ერთადერთი, რასაც მე ვამბობ, პირველი, შეუშლით ხელს ერთმანეთს, რომ განვითარდეთ. ხო, აი იქნებ და მე აი ასე მინდა. იყავით აგრესიულები ერთმანეთის მიმართ. ეხლა ამის წინ უბრალოდ პატარა ნიუანს გეტყვი. ხო, ეს ძალიან არ ეხება ეზოტერიკას. მე ჩავიცვი არაბული ტანსაცმელი. მაქვს ეხლა არაბეთში დავდივარ, მანდ მუშაობდა პრაქტიკებსაც და მედიტაციებს და შამანურ პრაქტიკებს ვაკეთებ და მქონდა ეს არაბული ტანსაცმელი და ძალიან მიყვარს ეგეთი. აი ესე და აი პომპეზურად წავედი და გადაღება გქონდა და გავედით სითიმოლში. კი ბატონო. შევედით ზარას მაღაზიაში და როდესაც უბრალოდ ვუყურებთ მე და ჩემი შვილი ტანსაცმელს, სამი გოგო იდგა კონსულტანტი და დამცინოდნენ ტანსაცმელზე. ანუ რა კულტურა გვაქვს, როდესაც ჩვენა შეგვიძლია მივიღოთ მინიმალური და როდესაც ადამიანს აქვს მუქი კანი, როდესაც ადამიანი არაორდინალურია, ან სხვა ორიენტაციის არის, ან დაუშვათ ხო, თუნდაც სლავი, ხო, ავიღოთ. ნახეთ როგორი აგრესია ჩაგვიდეს გულებში ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ გავიღვიძებთ, მე არ ვამბობ, ხო, გლობალურად ხდება ბევრი რამ ისეთი ცუდი, მაგრამ ხოქავენ სპეციალურად. ხო, ჩვენ თუ გავიღვიძებთ და გავერთიანდებით და სიყვარულს ერთმანეთს გადავცემთ, თქვენ დამიჯერეთ, ყველაფერი შეიცვლება, მატრიცაც შეიცვლება, იმიტომ რომ ჩვენ გამოყოფთ გარკვეულ ჰერცს, ენერგიას, თუ დადებით ტალღას გავუშვებთ ამ სამყაროში, ესეც შეიცვლება და ჩვენ სხვა ალგორითმებზე გადავალთ. შემდეგი კითხვა არის ზუსტად შესაბამისი, რაზედაც ახლა საუბრობდი. მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა, რომ ზოგადად იძახიან ესეთ რაღაცას, რომ ყველა დაავადებას გააჩნია თავისი რაღაცა ენერგეტიკული ბელი. რამდენად რეალურია ეს ხოლმე? ძალიან რეალურია, უფრო მეცაც გეტყვი, თებერვალში მივდივარ ინდოეთში. უნდა წავიკითხო ჩემი ნაწარმი, მე გამოვიგონე ორი აპარატი, რომელიც არის ჰერცებზე დამოკიდებული და მან ზუსტად ერთ-ერთი აპარატი არის ისეთი, უბრალოდ დეტალებს ვერ გეტყვით. არის აპარატი, რომელიც ზომავს დაზიანებული ორგანოს ჰერცს
და მეორე აპარატი არის, რომელიც წევს ამ ღერდს, რომ რეგენერაცია განიცადოს ორგანომ. უბრალოდ ასე გეტყვით, მარტივად. ხო? ეს ყველაფერი რეალურია. ჩვენს ტვინსაც აქვს თავისი ჰერცი, ხო, გამა, ბეტა, ალფა და რასაც ნიკოლო ტესლა გვეუბნებოდა, ენერგია, სიხშირე, ვიბრაცია, ეს ყველაფერი მუსიკალურ ინდუსტრიაშიც არის. მარტო ეს არსებობს. ჩვენ მარტო სიხშირე ვართ. და კოდი. ენერგია? ნუ ენერგია. სიხშირე, ენერგია სიხშირეა. ენერგიას აქვს თავისი ხმა. უბრალოდ ადამიანის ყურს არ შეუძლია რომ გაიგოს, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად აწყობილი გვაქვს ფიზიოლოგიური სისტემა, ჩვენ რო ყველაფერი გავიგოთ, ჩვენ ალბათ გავაპრენდით. ახლა შენგან მაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობა მუსიკას, რომელსაც უსმენს, ძალიან მოქმედებს. დაავადებებს რაც შეეხება, მარიამ, აი ეს ენერგეტიკულად შესაძლებელი თუ არის, რომ ეს დაავადებები გავიწმინდოთ. და თუ არის დავუშვათ ისეთი რაღაც რომ ადამიანი იბადება ამ სამყაროში კონკრეტული დაავადებებით და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება ისე რომ ენერგეტიკული ნუ ეს ყველაფერი შენ უფრო კარგად ისე გისმენ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაა. ნუ ნახეთ ესე მახსენდება ჩემი სკოლა დღეს დილით ზუსტად ამას უხსენდი ბავშვებს. მე გეტყვით რომ ჩვენ ხო ვართ ენერგია. ყველა ადამიანს აქვს ჩაკრების სისტემა. მოდით იქიდან დავიწყოთ ხო ჩაკრები ეს არის ენერგოარხები ფიზიკურ სხეულზეც არსებობს ეს არის ნერვული დაბოლოებები, ხო, მულათხარ, ასახას რა, ბლა და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებაში სხვადასხვა სახელია. მაგრამ გვაქვს ესეთი არხი, აი როგორც ხერხემალი, ეს შედის ჩვენში, ეს არის სუშუმნა არხი, რომელიც გადის და ქმნის ტორსიონულ ველს. ამიტომ სხვათა შორის არის ხო, ანუ ფაქტობრივად ჩვენ გამოვიყურებით ბიოენერგეტიკულ დონეზე, ჩვენ გავართ ვაშლს. იმიტომ რომ ეს არის ისეთი ფორმა და აქ არის ესეთი სუშუმნა და თუნდაც Apple-ს რომ ვაშლის ფორმა აქვს და ისევ და გავიხსენოთ ადამი და ევა, ეს უკვე სხვა თემა, მაგრამ იქაც ეს ვაშლი ამ ვაშლზე არის ნათქვამი უბრალოდ გადატანითი მნიშვნელობით. Apple-მაც მაგითო გააკეთა. რა თქმა უნდა. კი. Steve Jobs-ი ეზოთერიულ ძალიან დიდ განათლებას ჰქონდა და მithumetes ელიტები. ყველა აბსოლუტურად ყველა მდიდარი ადამიანი მე მაქვს საუბარი მულტიმილიონერებზე მე რამდენიმე სახელი და გვარი მითხარი შენ და უბრალოდ მე შოკირებული დავრჩი ესეთ ადამიანებს რო იცნობ და ესეთ კი ბატონო მე გამიკვირდა ჯერ პირველად თავიდან როდესაც დავინახე და მთხოვეს რომ კუნდალინი ენერგიის აქტივაცია გავუკეთო იმიტომ რომ სულ აკეთებენ ამ აქტივაციას დამიწებაში ეხმარება და მოზიდვაში მატერიალური ბალანსის ხო იციან მშვენივრად რამდენად აი ეგ არის ადამიანების უმეტესობას არ ესმის. მილიარდერები ძალიან კარგად იყენებენ ნუმეროლოგიას, ძალიან კარგად იყენებენ ენერგიას. და მაგიტო არ აწყობთ გაგვიძება, გეხვეწები, ლორენცო, მაგიტო არ აწყობთ, მაგაც ვამბობ. არ აწყობთ გაგვიძება. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ სამყაროში, რომელიც ვერ გაიღვიძებს, იმიტომ რომ კონკრეტულად, თუნდაც ეხლა ძალიან საინტერესო თემას შეეხე, როდესაც ჩაკრებზე დაიწყე საუბარი და ჩაკრების ფერებით შეგვიძლია გავშალოთ. თუნდაც კონკრეტული პორნო საიტი ავიღოთ, ყველაზე ცნობილი ერთ-ერთი, რატომ არის იმ ფერებში? რა ფერებშიც არის? ანუ მაქსიმალურად დაბალ ვიბრაციაზე იყოს ადამიანი. დაბალ ვიბრაციაზე ზუსტად ეგა, ძალიან ბევრი ნიუანსებია. უბრალოდ ხალხი ვერ ხედავს ამას. და ასევე მინდა გითხრათ, ჩვენ ხო გვაქვს ეს ტორსიონული ველი, ჩვენი ხო ბიოენერგეტიკული ველი. ეს ქმნის კიდე რამოდენიმე ფენას, ხო თითო ჩაკრა, თითო სფეროს უშვებთ. უბრალოდ მოდით აი ხალხისთვის ვინც არ იცის, აგიხსნით ხახვი წარმოიდგინეთ, რომელიც უნდა გახსნოთ ბოლომდე, რომ მატრიოშკასა ესეთი სტილია. ხო, და შიგნით არის ჩვენი სხეული, რომელსაც იცავს ეს ბიოენერგეტიკული ველი. მაგრამ როდესაც ზიანდება გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე, იქნება თუნდაც უცბად არ ხდება არაფერი, ხო ნელ-ნელა გარკვეულ ადგილას ხდება, ანუ ეს ჩაღრმავება. ჩაკრებს აქვს ბორჯგალოს ტიპის ესე გამოსხივება და უფრო შიგნით შედის. და ამ დროს თუ იმ ადგილას, სადაც ეს ჩაღრმავება ხდება, ხო, გარკვეული ორგანოს უკვე ფიზიკურ დონეზე რო გადადის, უკვე თხელ-სხეულზე რომ ახლოს არის, ხო, ასტრალურ სხეული მე თხელ-სხეულზე გადადის, უკვე არ ტყავს ფიზიკას და ფიზიკაზე ხდება უკვე პრობლემა ორგანო უბრალოდ ვირუსდება, ანუ დაბადებიდან შეიძლება ადამიანს რაიმე ტიპის კარმული ვალი ქონდეს. კარმულის შეიძლება იყოს. როგორ შეიძლება ადამიანებმა გაისუფთავონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დაუშვათ შეიძლება მისმა წინაპარმა ვიღაცამ რაღაც უბედურება გააკეთა და შემდეგ ადამიანს კარმული
დაკავებული ვალი აი, გამოყვა. იცით როგორ არის, თუ ვიღაცამ გაუკეთა, შეიძლება გაუწმინდოთ, თუ არ ეკუთვნის. მაგრამ აქ ცოტა ფილოსოფიური საკითხი იქნებ, მისმა სულმა უნდა გაიაროს ეს ნაბიჯები. და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ჩემთან მოდის და რატო საერთოდ ეზოთერიკული მიმართულების ხალხი, ეძახიან ისჯებიან იქ, რო გადადიან, ესე ამბობენ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვცვლით ბედს ადამიანის. აი სიტყვაზე მის სულს ეკუთვნის. ძალიან საინტერესო რაღაცა. შეიძლება ადამიანს ბედი შეუცვალო? რა თქმა უნდა. ოღონდ სრულიად არა. წარმოიდგინე ნებისმიერი კომპიუტერი. არ მიშევთ ყველა საკუთარ ბედს თვითონ? სტრუქტურას ირჩევ შენ. მაგრამ შენ შეგიძლია გადახვიდეს სხვადასხვა ტურში, ოღონდ სხვადასხვა ვარიაციებში შენი თავის ლეველის იმის პრინციპის მიხედვით რა ნაბიჯებს გადადგავ, მაგრამ იმის იქით მაინც ვერ გადახვალ. შენ ვერასოდეს ვერ იქნები ანგელოზე, ფრები არ გაგეზრდება და არ გაფრინდება. ანუ შეგვიძლია ადამიანს ფსიქოლოგიურად მოვახდინოთ ეს ყველაფერი, რაღაცები დავარწმუნოთ, მაგრამ ბოლომდე ბედი შეუცვალოთ არ შეგვიძლია. შესაძლებელია მაქსიმალურად, მაგრამ არის წერტილები, რომელსაც ვერ შეცვლი. არსებობს. ხო, აი სხვათა შორის კვანტური ნახტომი არსებობს, მე ვაკეთებდი ორჯერ, ამიტომ ჩემი ცხოვრება ცოტა შევცვალე უკეთესობისკენ, ბევრჯერ მაქვს ესეთი პრაქტიკები განაკეთები და ერთმა პროფესორმა მასწავლა და მოდი ესე ავიღოთ, წარმოიდგინეთ გვირილა, ხო, გვირილა. და თითო გვირილის ფოთოლი ეს არის შენი ვერსია, ანუ შენი რეალობის ვარიაცია. ბირთვი, რომელიც არის ხო გული, ეს ხარ შენ, შენი სამშვენელი. და ირჩევს რომელზე იყოს. ერთში არის დავუშვათ ვარიაცია. ერთ ცხოვრებაში ლორენცო სადღაც იტალიაშია. მეორე ცხოვრებაში ამ მომენტში ლორენცო არსად არ არის. მესამეში არც არსებობს, არც დაბადებულა. მეოთხეში ეს ძალიან საინტერესო რაღაცას ეხება, მოკლედ იმხელა არ ვიცი. სული, რომელიც ამ სამყაროში მოდის. ყველა სული 64-დან მოდის, ეს ერთი კითხვა, რომელიც მაქვს და მეორე კითხვა. არსებობენ თუ არა სულები, რომ ენერგიები, მოდი ესე ვთქვათ, რომლებიც ჯოჯოხეთიდან მოდიან და ადამიანის, არ ვიცი, ადამიანი იყენებს მე ამ ენერგიას. ან იბადება ადამიანი ამ ენერგიით. მაშინ ამიხსენი რა არის ჯოჯოხეთი და რა არის 64? ენერგია. ენერგია, დაბალი ვიბრაციები და მაღალი ვიბრაციები. Вот ეკი. მე უბრალოდ არ მაქვს დაფა. აი ახლა დაგიწერდი. წარმოიდგინეთ შკალა. ხო, ეს არის ვერტიკალური ხაზი x, ეს არის y კოორდინატი. აქ არის ჩვენი რეალობა. რეალობა. მოდი, მატერიალური სამყარო. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეთერული სამყარო, რეალური სამყარო იმ სამშვენელისთვის და სულისთვის, ფიზიკური სამყარო, მატერიალური სამყარო. კი ბატონო. და ეს არის x კოორდინატი, ვერტიკალური. აქ არის პიროვნება, ადამიანი. ეს არის ფენაფენით გაყოფილი, განზომილებები, ასე. ზევით თუ ადიხარ, ეს არის პლუსი, ხო? ქვევით რო ჩადიხარ, ეს არის მინუსი. როგორც მუსიკაში. და ქვემოთ. ანუ იქ არის მაღალი ღერცი, დავუშვათ 1000 ღერცამდე ავდივართ, ქვემოთ არის დაბალი ღერცი, -1000. იმ ფენაზე არსებობენ ცხოვრობენ და არიან. ჩვენ ზევით ვინც არის, ჩვენთვის არის 64 და ვაღიქვავთ როგორც ნათელ არსებებს, ჩვენს ქვევით ვინც არის, ჩვენ ვამბობ ჯოჯოხეთია და იქ საშინელება, მაგრამ ამათ თავისი ცხოვრება აქვთ, თავისი წესები. ჩვენ მათთვის ვარ 64 და მათ ქვემოთ ვართ არიან უბრალოდ ჯოჯოხეთისნაირი არსებები. ზუსტად ასე ჩვენ ზევით ვინც არის და ჩვენ ვამბობთ რომ 64 და ანგელოზებია, მათ ზევით კიდევ არიან და ყველა სული 64-დან მოდის? ყველა სული 64-დან მოდის? არა. არ არსებობს სული რომ მოდის ან არ მოდის 64-დან. მან არ არის ესეთი სისტემა. მან არის სისტემა მაღალი ვიბრაციიდან მოვიდა, შევსებული წარმოიდგინე თუ ესეთი შეიძლება ადამიანის რეინკარნაცია მარიამ?
რა თქმა უნდა, რეინკარნაცია არსებობს. ეხლა შეიძლება ზოგი აუ, კაი, რას ამბობ? არსებობს რეინკარნაცია და უფრო მეცაც გეტყვით, ეხლა ლორენცო შენ აგზიხარ და შეიძლება შენ ეხლა დედამიწაზე რამოდენიმე ადამიანი ხარ და ჩემი თეორიის პრინციპის მიხედვით, დედამიწაზე რამოდენიმე ინდივიდი არსებობს, რომელიც მილიარდ ადამიანებში და მილიარდ სხვადასხვა დროებში უბრალოდ ცხოვრობს ამ კონკრეტულ წერტილში, იმიტომ რომ დრო არ არსებობს. დრო არსებობს მარტო ჩვენთან. მატერიალურ სამყაროში. რა თქმა უნდა. არა, აი აქ. მატერიალური სამყარო არ არსებობს. მარტო აი აქ არსებობს დრო. ანუ ეს ყველაფერი ჩვენი ვიზუალური პროექციაა? ილუზია. კი. ანუ ჩვენ ხარ ილუზიაში. ანუ მოდი პატარა ნიუანს გეტყვი. გავიხსენოთ შენი სიზმარი, რომელიც იყო. ხო სიზმარია? ოკეი. ხო იხსენებ როგორც ანუ სიზმარი რაღაც კარგი. და გავიხსენოთ შენი დილა დღევანდელი. როგორ იხსენებ დილას? როგორც სიზმარს. ზუსტად ანალოგიურად. აი ტვინში ესე ილექება ეს ინფორმაცია. შენი ტვინი ვერც აღიქვას, რომელი იყო სიზმარი, რომელი იყო არასიზმარი. ზუსტად ასე რომ ვერ აღიქვას რა იყო შენი ფანტაზია და რა იყო რეალურად მომხდარი ფაქტი. ყველაფერი არის დაფუძნებული იმაზე, რომ ეს რეალობა არის შენი ტვინის პროექცია, რომელიც რა თქმა უნდა მატრიცის სისტემაში არის ჩასმული და უბრალოდ თუნდაც ავიღოთ ჩვენი ატომები ეს დაშორებით არის ერთმანეთთან, ხო და ჩვენ даже მგრადი სტრუქტურაც არა ვართ. უბრალოდ ჩვენ ვქმნით ამ რეალობას და ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. ოღონდ მატრიცა რადგან არის, მატრიცა თავის კოდს აგზავნის და გვაკონტროლებს და ჩვენ არ ძალიან გვიჭირს რომ საზღვრებიდან გამოვიდეთ. ეს ცოტა არის, ну როგორც ნებისმიერ თამაში წარმოიდგინე Sims-ის თამაში უბრალოდ მოინდომე რომ კოსმოსში გაფრინდე. Sims-ში ხო კოსმოსი არ არსებობს და უბრალოდ Sims-ის ინდივიდი იხედება ცაზე და всё მეტი არაფერი. მაგრამ შენ შეგიძლია ეს კოდი გატეხო როგორც პროგრამისტი დაწერო და გახსნა. იცი რა მაინტერესებს? მე საერთოდ ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ნაშრომები მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე როდესაც ამ ყველაფერს ცოტა სიღრმისეულად მივდექი, ადრეულ ასაკში ეს რაღაცაზე ვიფიქრე და მე ძალიან შევყევი. რომ ყოველი სული, ანუ მაღალ ვიბრაციული სულები რომლებიც აქ მოდიან, არც ერთს არ უნდა რომ აქ მოვიდეს. მარტივი მიზეზის გამო. მატერიალური სამყარო, სადაც ტანჯვა აუცილებლად უნდა გაიარო, იმიტომ რომ ემოციური გამოცდილებებს აქ ყველა ვიღებთ. ადამიანები, რომლებიც კონსულტაციაზე მოდიან, ვიღაცაზე ხელს გაიშვერენ, გატრამბულ, ყველა ვიტრამბებით. ყველა ტანჯვა უნდა გავიაროთ. მაგრამ მე ესეთ რაღაცას ვფიქრობ. არც ერთ სულს, რომელიც მაღალ ვიბრაციიდან მოდის აქ, არავის არ უნდა აქ მოსვლა. მე მთელი ცხოვრება მეგონა რომ მე ჩემი ცხოვრებით არ ცხოვრობ და აქ მთელი ბავშვობა თუნდაც მქონდა რომ არავისი არ მესმის 15 წლის ასაკში ისეთ თემებზე საუბრობდი ბავშვები ესე მიყურებდნენ და სულ ვამბობდი რომ აქ არ მინდა დარჩენა და მახსოვს ხშირად გარბოდი გარეთ სოფელში თუნდაც გარბოდი ტყეში წვებოდი ღამე მინდორში და ვუყურებდი ცას და ვამბობდი ამიყვანეთ რა გიხოცებთ ამიყვანეთ ეს მახსოვს აკვიათებული მქონდა ეს აზრი და ვფიქრობდი რომ ეხლა ფანჯრიდან გავდავხტები და მამა ჩემმა ერთხელ ხო დამიჭირა მართლა გეუბნები მე ვამბობდი რომ ფრენა შემიძლია და დედას გეფიცები ახლა პირჯვარს გადავიწერ ზუსტად იგივე რაღაც გადამხდა და გეხოცები დაასრულე. ხო და მქონდა დამეწყო ეს რა საკიდან 5-ია იგა ეს პერიოდი ზუსტად რომელსაც ვამბობდი ვიცოდი რომ ფრენა შემიძლია ამათვე საუბრებოდი ვიცოდი რომ მე დედაჩემთან მოვდიოდი და ვამბობდი აქედან არა ვარ და საერთოდ არ ვიცი რატო ვარ ამ სხეულში რატო მაქვს ეგეთი ხმა დედაჩემი უნდა გოგო ხარ დაწყნარდი და არა ვარ ეგრე მე უფრო მაღალი უნდა ვიყო ანუ ძალიან პრეტენზიები მქონდა ვაფშე ყველაფერზე აბსოლუტურად და ღამე როდესაც აი მარტო ჩემი ოთახი მქონდა მაძინებდა ბებია და მახსოვს ვიღვიწებდი და ესე ფანჯრებს გავაღებდი და ვუყურებდი ცას აი როგორც ვუყურებდი საათობით ეს კი არა რომ შეხედავ აი ეს ვიდექი დაზომბირებული და ერთხელ ანუ ვიცოდი რომ ფრენა შემიძლია მახსოვდა даже ბავშვებს ვუხსნიდი როგორი აპარატები არსებობს ეხლაც აღწერილი მაქვს და ეს იქნება მომავალში 100 წლის შემდეგ მე უკვე აღარ
გავიქნები, მაგრამ ეს ნაწარმი დარჩება და თქვენ ნახავთ რომ მართლა ისე იქნება უკვე даже დუბაიშიც არ შენებენ მსგავს. მე მქონდა 10 წლის წინ ეს პროექტი გაკეთებული და ვიცი რომ იქნება, იქამდე მივალთ. მაგრამ ეს ცალკე თემა. ანუ იქიდან ინფორმაცია ვიცი, მე გეგონება მომავლიდან მოვედი და საერთოდ ვერ გავიგე რატომ. ნუ საინტერესო მეგობრებიც ყავს, რომლებიც საინტერესო რაღაცებსაც გეუბნებიან, მოდი ესეც თქვათ. ხო, და იმ დონეზე ვიყავი дахჩობილი ამ სამყაროთი, რომ აი არ შემიძლია ფრენა, ნერვები მეშრებოდა. არ შემეძლო ტელეპათიურად რაღაცების თქმა, ხალხს ჩემი არ ესმოდა, უბრალოდ ჩემი ოჯახი მიყვარდა ძალიან მაგარ ოჯახში გაზრდილი ვარ. ნუ აერთხელ აი ესე მქონდა რომ უნდა გადავხდე. всё, მე მინდა წავიდე. და მე როგორც ბავშვური ესე ლოგიკით მე ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა, მე უბრალოდ იქით მინდოდა. ანუ დაბრუნე მე მეგონა რომ გადავხდები და გავფრინდები. ნუ ფაქტობრივად ეგეც მოხდებოდა. ანუ გატეხვა მინდოდა სისტემის და გასვლა. და მახსოვს აი ეს ერთხელ ღამე, აი ეს ზუსტად დამაძინა ბებიამ, გავიღვიძე, აი ეს გავაღე ფანჯრები და ვიფიქრე უკვე დროა. ავიღე ჩემი სათამაშო. ერთი მახსოვს ძალიან საყვარელი ჩემი სათამაშო იყო. ფანჯრები გავიღე, რაფაზე დავდექი და გადახტომას ვაპირებ და არც დაფიქრებულ ვარ. აი ესე ჰოპ და უცბად ვგრძნობ, აი ეგრე არ მამა ჩემა თავშია ესე თმაში და ესე კისერში და ესე. ზუსტად ეგეთი მომენტი მქონდა, მეც რამოდენიმეჯერ ჩემ ბავშვობის ის რო გავიხსენო, ეხლა დედა ჩემი ამის მიყურებს, ვიცი რა წვნებული ვარ. ესე იგი, როდესაც სიცხე მქონდა 39, ესეთი რაღაც მქონდა, რომ დედა ჩემთან ერთად, ესე არ ვიცი, პატარა ვიყავი ძალიან, ალბათ 5 წლის ვიქნებოდი მეც, ესე 6 წლის. როდესაც დავიძინე, ესე დედა ჩემ შახუტებული ვყავარ 5 წლის მე. და აი რამოდენიმე წუთში, როდესაც უკვე მძინავს, აი ესე ზევიდან წარმოიდგინე, რომ კონკრეტული, არ ვიცი, ჭერის კუთხიდან უყურებდი საკუთარ თავს, როგორ მეძინა და დედა ჩემს. და ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს და ცოტა ეგ ყველაფერი, ანუ ეხაც დედას გეფსები, აი შეხედე დამაჟრიალა, ეხა რო ვიხსენებ ამ ყველაფერს. ესე იგი, როდესაც ამ ყველაფერს იმუშავებდი, ანუ ვიაზრებდი, რომ ამ ყველაფერს ვაკვირდები და რო გავიაზრე ეგ ყველაფერი, რომ ამ ყველაფერს ვაკვირდები, შემეშინდა. მეორე მომენტი, ანუ მაგ პერიოდში, რაც მახსოვს, სიცხეების პერიოდი იყო, რა ვიცი, გავსივდი თუ რაღაცა, კონკრეტული აი ესე პირჯვარს გადავიწერ, დედა მომიკვდეს ფანჯრიდან, კონკრეტული რაღაცა არსება, ნიკა, წამოდი, ნიკა, დედას გეფიცები თუ რომ ეს ვიტყუებოდა. გადმოხდი, დაგიჭერ. აი რამოდენიმეჯერ აი ეგეთი რაღაცა რო გავაკეთე და არის დედა ჩემი გასული არის სიცხე მაგრამ უნდა დამალევინოს და მე ფანჯარაზე ვარ უკვე ასული და ბედნიერად უნდა გადავფრინდე ეგრევე არ ვიცი ყვირილი ღრიალი არ ვიცი ხელი მომკიდა მომკაჩა დედას გეფიცები ეხა რომ მოყევია ჟრუანტელმა მაგიდო დამიარა დედას გეფიცები ეს საკმაოდ ანუ ბერმა არის ეს ამბავი მამაჩემმა ეს ჩამარტყა სახში მახსოვს და ეხა დედა ჩემი უყურებს და ვიცი რომ ანუ ეცინება ეხა ეღიმება ძალიან მაინტერესებს მარიამ ის ყველაფერი რასაც ეხლა შეგეკითხები ადამიანები რომლებიც არ ვიცი მიდიან როგორც წეგან შენახსენე აფერისტებთან რომლებიც რაღაცებს აჯერებენ და ვიცი ამ გადაცემას ძალიან ბევრი ის მოყვება ეხა მაგის გამო რაც გააჟღერე რა სეთყოდი იმ ადამიანებს რომლებიც მიდიან აფერისტებთან და თანხას უხდიან რომლებსაც ჯერათ რომ რაღაც შეიცვლება მათ ცხოვრებაში არა მე არაფერს არავის არ ვეტყოდი მე უბრალოდ მოდით ასე გეტყვით რომ ადამიანებს თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება თავად შეცვალოთ დაიმახსოვრეთ რომ როდესაც აბრალებთ ეს ძირითადად ხოთშორის საქართველოში ხდება როდესაც აბრალებთ სხვა ხალხს რომ ჯადო გამიკეთეს ის გამიკეთეს პირველ რიგში დაფიქრდით თქვენს თავზე იმიტომ რომ ხალხი რომელიც თქვენს გარშემო ყველა არის თქვენი სარკე ეს თქვენი პროექცია თქვენ ებრძვით თქვენს თავს რეალურად თქვენი ჩხუბი თქვენს თავთან გამოდის და თქვენ ტანჯავთ თქვენს თავს ეს ცოტა ისეთი ფილოსოფიური თემა მაგრამ ეს ფაქტია და ძალიან ბევრი ბრაზობს იმაზე და რომ რას ქვია ჯადო არ მაქვს ძალიან ბევრი საქმე ნათქვამი ბევრს უნდა რომ ჯადო კონდეს ანუ იმიტომ რომ ყველაზე ადვილია ფსიქოლოგიის თვალსაზრისით რომ დავაბრალოთ ვიღაცას მაგრამ როდესაც მე ვამბობ რომ თქვენი ბრალია ადამიანი ბრაზდება და როდესაც ადამიანს ვეუბნები რომ თქვენ გაქვთ სამუშაო თქვენს თავზე და კარგად იქნებით არასისულელია და რა თქმა უნდა ეს ხალხი მირბის ვისთან ისეთ ადამიანებთან ну მოდი დავარქვათ მე არ მიყვეს ეს სიტყვა აფერისტები მაგრამ ადამიანებთან რომლებიც გაუადვილებენ ამ ფაქტს რა და ეტყვიან ხო შენ საშინელი ჯადო გაქვს და ფსიქოლოგიურად მშვიდდებიან ასეთი ხალხიც მოდი პირდაპირ ვთქვა ეგ ყველაფერი არის იმისთვის რომ ადამიანს ბრჭყალებში თქვა დააბოლო და შემდეგ მატერიალურად გამოწევო იმიტომ რომ შენთან კონსულტაციებზე როდესაც მოდიან პირდაპირ ხარ ლორენცო ძალიან უხეში ხარ
მირჩევნი, ანუ ბოლოს უკვე მოივლია ყველაფერს, კარგად ფულს გადაიხდია, ვიღაცა დააჯერებს, რომ არ ვიცი, ესე დაჯდომით და სუნთქვის ვარჯიშებით, ყველაფერი შეიცვლება. კი. მართალი, ანუ არსებობს ძალიან ადვილი შემოდიან თუ არა ამბობენ, აი ჯადო გაქვს და ხალხი იგრუზება, მე ამ ჯადოზე ეს მომიტანე, ესეც მომიტანე, აქ $3,000. ანუ არ არსებობს მარიამ ჯადო? ჯადო არსებობს. როგორ დავიცოთ თავმაშინ დაზიანება ენერგეტიკული, მოდი ასე დავარქვათ. როგორ დავიცვათ? პირველ რიგში სიყვარული ერთმანეთის მიმართ და სიყვარული შენი ცხოვრების მიმართ. როდესაც ადამიანი, ნახეთ, ერთ რაღაცას გეტყვით. მე მჯერა ღმერთის, მართლა. მე მჯერა აბსოლუტის და მე მჯერა მაღალ ვიბრაციებს. მე არ ვასახელებ არანაირად ამას. ამას აქვს უბრალოდ სიყვარული და ენერგია. კი ბატონო. და მე მჯერა მისი ძალის და მე მჯერა მისი სიკეთის, ენერგეტიკული სიხშირის, ვიბრაციების და როგორ შეიძლება დავუშვა აზრი თუ მე მისი დავარქვათ ადამიანური ენით შვილი ვარ, არადუნ მე მისი პროექცია ვარ, ხო? როგორ შეიძლება ვიღაცამ ცოტა სულ რაღაცას ვიტყვი, NPC მოდი. გამიკეთოს ჯადო და ჩემზე იმოქმედოს. მე თუ მჯერა ღმერთის. მე თუ ღმერთი დაკარგული მყავს თუ მაქვს შინაგანად. ძალიან მაგარ რაღაცას იძახი ეხლა, იმიტომ რომ ეხლა როდესაც ჩემ ცხოვრებაში იყო ესეთი მომენტი, როდესაც მოგიყევი კიდევაც რაღაცები არ ვიცი გამომიგზავნეს, როგორც წეგან აღნიშნე და აი ხალხმა რაღაცა აბა ლორენცო იმასთან მიდი, ამასთან მეთქი არაფერი არ იქნება. ანუ stakehold მეთქი არაფერი არ იქნება. მარტივი მიზეზის გამო ქრისტე გულში მყავს, ღმერთი მყავს, ანუ ენერგეტიკულად ამ ყველაფრის ფსიქოლოგიურად ვიცი რა როგორ ხდება, როგორ ცდილობენ ადამიანები ზემოქმედებას ფსიქოლოგიურად. მე ხა პროექტიც გავლილი მაქვს და მაგას ვერავინ ვერ ახერხებდა. ხო, ასე რომ აი გარეს, აბსოლუტურად გეთანხმები და მოყვები მაგ ყველაფერში, რომ ადამიანების უმეტესობა ეძებს მარტივ გამოსავალს რაღაცეებში, როდესაც შეუძლია საკუთარ თავშივე და გულშივე შეხედოს და დააკვირდეს რაღაცებს, რაც მსგავსი ტიპის პრობლემას მოუგვარს. მაგრამ კიდევ ერთ რაღაცას დავუმატებ, რომ მიუხედავად იმას, რომ არსებობს ასეთი ტალღა, ისეთი ტალღა, თუნდაც იგივე სიბოროტე და კომენტარები თქვათ, ხო, რაღაცას აი დაწმუნებული ვარ, რომ ამ ვიდეოსაც მოყვება UN რაოდენობით რაღაც. მე მაგაზე ყურადღებას არ ვამახვილებ ხოლმე. ესეც გარკვეული სპეციფიკა და ხალხის აზრი ყოველთვის საინტერესოა. მნიშვნელოვანი ვერ ვიტყოდი, საინტერესოა. იმიტომ რომ რატო არ ვამბობ მნიშვნელოვანი? ძალიან დიდ ვცემ ყველა ადამიანის აზრს მართლა, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ჩემი პასუხისმგებლობა ჩემს სულზე, ჩემს სხეულზე, ჩემს არსებობაზე. მე ვიცი ჩემი მისია, მკვეთრად. და არც მატრიცა, არც არანაირი სისტემა მაგას ვერ შეაჩერებ. ჩემს მოსაზრებას ვერ შეცვლის, მე ასეთი ვარ, ხო? მაგრამ ერთადერთი რაც ვიცი მე მართლა მიყვარს ყველა ადამიანი. ის პიროვნება, რომელიც თუნდაც აგრესიულად არის განწყობილი ჩემს მიმართ, მე მინდა გითხრათ, რომ მართლა გიგზავნის სიყვარულს, იმიტომ რომ მე როგორც თუნდაც ფსიქოლოგი, თუნდაც ბიოენერგეტი ხდები. გარკვეული აგრესია. ეს არის ფარული სიყვარული. ნახე, ოღონდ ჩახშობილი. ეხლა მე არ ვამბობ ჩემს მიმართ. ეს სადღაც ცხოვრებაში ფსიქოლოგიურად უფრო შური არის ეს ყველაფერი, მარიამ, როდესაც ადამიანი შენ რაღაცა ნეგატიურ კომენტარს გიწერს ან გიგზავნის, ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერს რო შევხედოთ, ეს არის მისი მენტალური პროექცია. ნუ ეს არის კომპლექსები, ეს ხო, ნახეთ, ყველაფერი მოდის ყველაფერი მოდის შურიდან. როდესაც ადამიანი შენი მიმართულებით, რაც არ ესმის. ზოგჯერ შური არ მოდის, ზოგჯერ მოდის, ნახე, შინაგანი ბლოკებიდან გამომდინარე აგრესია. აი რატო? იმიტომ რომ შინაგანად ადამიანი სიტყვაზე ფიქრობს, რომ აი ასეთი ეს შური არ არის, აი რაღაცა თემას შევეხები, სიტყვაზე ჩემზე კი არა, ეს გარკვეულ თემასთან დაკავშირებით, რაც თუნდაც გარკვეულ საკითხს შეეხება და ეს მის მოსაზრებაში არ ჯდება და ირღვევა მისი ჩარჩოები, ადამიანი, რომელიც არის ჩარჩოებში, გიждდება და ეს მიუღებლობა, შიში, ზოგჯერ კომპლექსები, ზოგჯერ შური, თუნდაც ყველაფერი რაც ხდება ამ სამყაროში, ხდება სიყვარულის ნაკლებობის გამო ძირითადად. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. აი უფრო ასე. მარიამ, შემდეგი კითხვა, რომელიც უნდა დაგისვა, ეს შეეხება ტოტალიტარულ კონტროლს, რომელიც ვახსენეთ, როდის დაახლოებით, არ მინდა ვიღაცები დავძაფრო. მე ვიცი, რომ არ ვიცი,
საინტერესო მეგობრები გყავს, მე უბრალოდ შოკირებულიც დავჭი ერთი-ორი ადამიანი, რომელიც მიხსენე, ამათ რო იცნობ და საიდან იცნობ, საინტერესო არის. მაგრამ ხო, ტოტალიტარული კონტროლი, რაც მოიაზრებს იმას, რომ ადამიანებს ნაკლები უფლებები ქონდეს, ნაკლები, არ ვიცი, ყველანაირად მაქსიმალურად კონტროლირებადები იყვნენ, რას ურჩევდი ამ გამოუღვიძებელ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ დრო აქვთ 10 წელი, 20 წელი რაღაცებს მოასწრებენ. როდესაც 2030 წელიდან უკვე მოდი პირდაპირ ვთქვათ, როდესაც უკვე აღარ იქნება ქეში, როდესაც აღარ იქნება რაღაცები და ყველაფერი იქნება გადასული. შეიძლება მალე. და ხალხი ვერ ხვდება მაგას, მაგრამ ერთადერთი შენ რას ურჩევდი იმ გამოუღვიძებელ ადამიანებს, რომლებსაც ურჩევდი? რჩეულ ადამიანებს, რომლებსაც ჭირდებათ გამოღვიძება და კითხვები აქვთ, მაშინ ამ ადამიანებს რას რაღაცას ურჩევდი? გეტყვი. ზოგი ადამიანი ძალიან ბევრჯერ ფიქრობდი და მსჯელობდი ჩემს თავსთან თუნდაც ამ თემაზე. ფილოსოფია მიყვარს, ძალიან ბევრი სუტვინის პროცესი მაქვს, ტვინში პროცესები მაქვს და ფიქრობდი იმაზე, რომ არ არსებობს თუნდაც ერთ ჩარჩოები, დავარქოთ ჩარჩოები, ყველაფერი დეტალურად. ზოგი ადამიანებისთვის, როგორც ჩვენ ვართ, ხო? აი უფრო გახსნილები, უფრო ესეთები და უფრო ესეც ხვანაირები. ჩვენთვის პირიქით ჩარჩოებიდან გვინდა რომ გაღვიძებულები. მაგრამ იმ ხალხისთვის, ვინც ცოტა სხვანაირად აწყობილია, მოდი ესე გეტყვი, ჩარჩოები არის საჭირო. რატო? იმიტომ რომ ჩარჩოები რო არ კონდეს, რომ გახსნა შეიძლება სისულელე გააკეთოს. თუ არ ეშინია ღმერთი სიტყვაზე, გააკეთებს, მოკლავს ვიღაცას. იქნება ძალიან ცუდი პიროვნება. არ ექნება ზღვარი ამას და სჭირდება ცოტა გაზრდისთვის ჩარჩოები. მაგრამ უბრალოდ ვიტყვი იმ ხალხისთვის, ვისაც გაღვიძება უნდა. რომლებსაც კითხვები აქვს უყვედა, არ ვიცი, იმ ყველაფრის ნახევარი მაინც ესმის, რაზედაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ. გავითარეთ თქვენი თავი სულიერად. აუცილებლად სულიერი ვითარება, თქვენი სიღრმისეული ვითარება. ყველაფერი ცხოვრებაში შედარებითია და ყველაფერს მოусმენთ. მოусმენთ ისე მასმედიას, სადაც აგრესია არის. იმიტომ რომ იმის გარდა რომ ამ სამყაროში ხდება ცუდი ამბები, კარგი რამეც ხდება, ბევრი. უბრალოდ თქვენ არ გესმით, იმიტომ რომ დაჭერილები ხართ. გაფართოვეთ თქვენი გონება, უფრო მეტად. შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად 2030 წლამდე იპოვოთ სახლი, ბინა, სადმე ქალაქ გარეთ. შეეცადეთ, რომ უფრო მეტად ბუნებასთან იყოთ კომუნიკაციაში. შეეცადეთ, რომ ერთმანეთის მიმართ გადასცეთ სიყვარულის ენერგია და იმუშავეთ თქვენს თავზე პირველ რიგში, რომ თქვენი სამყარო შეიცვალოს და ხალხი თქვენს გარშემოც შეიცვალოს და კიდევ მე ვფიქრობდი იმაზე, რომ ასეთი ხალხი დროა უკვე ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა. რაღაცნაირად უნდა შევქმნათ ჩვენი პატარა სოფელი ან სადმე რაღაც მართლა დაწესებულება კი არა, აი ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ რომ იყოს თავისუფლები, იმიტომ რომ 2030-დან, დაახლოებით 2031-დან უფრო ვფიქრობ, დაახლოებით მე ვიცი რომ შენი გუნდი გყავს, ძალიან ბევრი მოსწავლეები, რომლებიც უკვე ერთი ოჯახი ვითხართ. მე ხლა ჩემთან ჩრდილების ლიგა იქნება, ორგანიზაცია, მოდი ესე ვიტყვი რომ რომლებიც რაღაც სტრუქტურულად იქნება ისე როგორც ბრჭყალებში ვთქვათ მასონები, მაგრამ ჩვენ ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებლები, ქართველები, რაც ყველაზე მთავარი არის. უბრალოდ ეს იქნება მასონები რა ვერ გავიგე? დაახლოებით იგივე სტრუქტურულად, სახელი როგორც ქვია, ბევრს ხვაშინებს ეგ ყველაფერი ხო? ამას გულისხმობ. უბრალოდ ჩვენ როგორც შენ გაქვს შენი ოჯახი, ისე მინდა ჩრდილების ლიგა, საკმაოდ საინტერესო ადამიანები, ჩემი ერთ-ერთი მენტორი, რომელიც ჯერ ვერ ახერხებს ჩამოსვლას, მაგრამ არ ვიცი, მისი რამოდენიმე შენ რა საინტერესო რაღაცებს მეუბნები, ვაუ. შენ უფრო საინტერესო რაღაცები მითხარი იმ ადამიანებზე, არ ვიცი, მილიარდერებზე, რომლებსაც არ ვიცი, წარმოდგენა არ მქონდა რომ იცნობდი და თურმე არ ვიცი, არა, საინტერესოა. ხო, მეც ესე მინდა რომ რაღაცა ჩრდილების ლიგა იყოს ადამიანები, მამაკაცები, რომლებიც გამოიღვიძებენ და შენ დავუშვათ ვიცი რომ უამრავ ქალბატონებს ეხმარები, ეს იქნება უბრალოდ ფსიქოლოგიური რაღაც საიდუმლო რაღაცები, რასაც ადამიანები გაივლიან. რომლებიც მე საზოგადოებისთვისაც, ქვეყნისთვისაც სასარგებლოები იქნებიან და რაც ყველაზე მთავარი არის. დიდება ღმერთს ჩვენ არა ვართ რაღაც ის არ გვინდა,
ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები, ასე რომ ეს ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია, რომ ადამიანის გამოგვიზებაში დავეხმარო. აი ეს საინტერესო, ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი და მე ჩემთან მაქვს უბრალოდ სკოლა, რომელშიც სწავლობთ ენერგომედიცინას და ჩემი პრაქტიკებია ადამიანებს ვეხმარებით, რომ ჯამთელოთ, ხო, დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი და მოკლედ ენერგომედიცინა. ნუ მე ჩრდილების ლიგაზე არ მკითხო, ხა ბევრს ვერ ვილაპარაკებ, ანუ საინტერესოა, ხო, საინტერესო ეს ჩრდილების ლიგა ეს არის. და იანი ვართ დღეს. ანა, პირიქით, რა ჩრდილების ლიგა ეს იქნება გასაიდუმლოებული ორგანიზაცია, სადაც კონკრეტული გამოღვიძებული ადამიანები გაერთიანდებიან. მაგრამ მე მინდა ბოლოს ინა კითხვა დაგისვა. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებ. აქ რომ ხარ, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და მე დარწმუნებული ვარ ის ადამიანები, რომლებსაც ახლა კითხვები გააჩნიათ საკუთარ თავთან და ცდილობენ გამოიღვიძონ, სწორედ შენაირი ადამიანები და ის ადამიანები არ ვიცი, რომლისგანაც მართლა შეიძლება რაღაც ისწავლო, ცხოვრებაში წინ წახვიდე. ვინც მიხვდება, მიხვდება. ხო, გაიაზრებ. სეგმენტი ყველასთვის არ არის, მე პირდაპირ ვიძახი. ჩემი სეგმენტი ეს არის. თქვენი აგრესია თუნდაც. ინტელექტუალური, ასე შემდეგ, ვისაც არ ესმის ეგ ყველაფერი, შეუძლია კონკრეტულ გადაცემას მასხარაობებს უყურონ და საკუთარი ცხოვრება 2030-მდე რა როგორ იქნება, ყურადღება მიაქციონ. შემდეგ კითხვა, რომელიც მინდა დაგისვა, მარიამ, ეს არის ჩემ ცხოვრებაში მე სანამ დავიწყებდით საუბარს, ეს ყველაფერიც გითხარი, ძილის პარალიზზე ზოგადად ამ ფენომენზე რას ილაპარაკებ? ამ თემაზე თითქმის არავის არ უსაუბრია. პოდკასტებში მე ესეთი რაღაც არ მომისმენია, რომ ვინმეს გაეჟღერებინა ეს ყველაფერი. ძილის პარალიზი მაქვს ხოლმე ძალიან ხშირად. როდესაც გრძნობ, რომ გაღვიძებული ვარ სინამდვილეში, მაგრამ საკუთარ ორგანიზმს ხელებს ვერ ვამოძრავებ და ასევე მინდა სიზმრების ფაზებზე შეგეკითხო, თუ სანამ დავიწყებდით საუბარს ამაზე ძალიან ისე ვისაუბრეთ და მეთქი მარიამ ამ ყველაფერზე უკვე პოდკასტში ვილაპარაკოთ, ისეთ საინტერესო რაღაცებს ვლაპარაკობდი. ძილის სამი ფაზა. როდესაც სიზმარში ვაკონტროლებ საკუთარ თავს, მინდა ფრენა სიზმარში დავფრინო, მინდა არ ვიცი მანქანის ტარება ვატარებ მანქანას და რამოდენიმე ფაზა, როდესაც ერთი სიზმრიდან ვიღვიძებ, ისევ სიზმარში ვარ, ვათვიცნობიერებ და შემდეგ კიდევ ვიღვიძებ და ბოლოს უკვე მეოთხე მატერიალურ სამყაროში ვიღვიძებ. რა ტიპის ფენომენი არის, მარიამ, ეს? ხათაშორის აი ამ სიზმრებზე მინდა გითხრა, რომ ეს ძალიან იშვიათი ფენომენია და ძალიან იშვიათ ადამიანებს ემართება. მე ასევე გითხარი, რომ ენერგოპრაქტიკები ცდილობენ რომ ეს გააკეთონ, ანუ ფხიზელი ძილი, ანუ ძილში რომ ძილის დროს უბრალოდ სიზმარში რომ იღვიძებ, აკონტროლებ პროცესს, მე ძალიან ხშირად ბავშვობაში მსგავს რაღაცებს ვაკეთებდი. მაგრამ შენაირი ვარიანტი ეს უფრო იშვიათია. ხოთი ძილში რაღაცა ფაზები, ეს გადასვლები, მე უფრო ვიტყოდი რომ შენ ენერგეტიკულ დონეზე სხვა რამოდენიმე ფენა ხარ და შენი ინტელექტუალური ვიბრაცია არის რამოდენიმე ხაზოვანი. მოდი ესე ნუ ადამიანური ენით რო გითხრა და ხო მიდის გადატვირთვა 1, 2, მე-3 და ზუსტად ამას ესე გადატვირთვებს აკეთებ. მაგიტო ესეთი შფოთვისებურად თუღაც სუდათ არ ვამბობ, აი აქტიური ენერგია ხარ, სულ აქტიური გონება, შენ აი ნუ მე არ შემეშინდება ამ თქმის, მსგავსი ტიპის აზროვნება და გონება, ეს არის გენიოსების ერთ-ერთი გონება, ხო? მაგრამ შეიძლება ცუდად მიგიღონ, შეიძლება კარგად. შენ პროსტა ექსპრესია გაქვს ისეთი, ზოგ ადამიანმა შეიძლება აგრესია გამოხატოს შენს მიმართ. შენ რო დაждე ახლა და ცოტა ესე საუბრო, სხვანაირად მიგიღებენ, მაგაზე საუბრობთ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ძილის დამბლას. მოდი ჯერ ფიზიოლოგია შევხედოთ. ძილის დროს, ანუ ჩვენ ყველას გვაქვს ნეირონები, ჩვენ ყველას გვაქვს ტვინი, ასე შემდეგ ძილის დროს, როდესაც ადამიანი ძილის ფაზაში ჯერ ტეტა მდგომარეობაში შედის, მერე შედის უკვე ღრმა ძილში, მაგ დროს ტვინი გამოყოფს მთელ ორგანიზმში მიდის გამოყოფა გარკვეული ჰორმონის. ეხლა ვერ მოგატყუებდა, არ მახსოვს რა ჰორმონია, უცბად დამავიწყდა, მაგრამ არა უშავს. ფაქტია, რომ ეს ჰორმონი თიშავს კუნძს. მაქსიმალურად ქვავდება. ანუ ატროფია, სხეული ქვავდება. იმიტომ რომ გადამუშავება მიდის ინფორმაციის, რომელიც დღის განმავლობაში ხდებოდა, ანალიზი მიდის, ანალიტიკური ანალიზი და მაგ დროს ჩვენი ენერგია გადის. ანუ სხეულიდან გავდივარ ასტრალში გავდივართ. ან არ გავდივართ. და რა არის, ანუ წარმოიდგინე ესეთი რაღაცა, გინდა იაზრებ იმას, რომ ხიზელი ხარ, მაგრამ ვერ იღვიძებ, მაგას ვამბობ. ნახე, ტვინმა ხო გამოყო ტალღა გათიშა სხეული, აი სხეული გათიშულია. ტვინსაც ძინავს, მაგრამ უცბად ფენომენი. იმ დონეზე აქტიური პროცესები მიდის ტვინში, იღვიძებს თვითონ ტვინი. თვალებს ახელს. მაგრამ
სხეული გათიშულია. ძალიან საინტერესო. და ამ დროს რა ხდება? ნახევრად იქით გასული ხარ ასტრალში, ენერგეტიკულ დონეზე. აღიქვავ აქაურ სამყაროს და პარალელურად ხედავ იმას, რაც მეოთხე განზომილებაში ხდება, ანუ აქვე. და შენი ტვინი აპროექტირებს ახლა ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, თუნდაც სიზმარს რეალში და ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი გრძნობს ვიღაცა მაწვება, ვიღაცა მახრჩობს და ასე შემდეგ. და ასევე მიდის პროექცია თუნდაც ჩვენი შიშების, ქვეცნობიერი შიშების, ეს მე ვამბობ ფიზიოლოგიურ დონეზე და ენერგეტიკულ დონეზე, ისეთ სტადიაში ვართ, ნახევრად გასული რო ვართ, ჩვენ თუნდაც ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ეზოტერიკაში არ არის, შესაძლებელია დავინახოთ რეალურად არსებები, გარკვეული ვიბრაციები, ტალღები და პარაზიტები, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, შემიძლია დაუსრულებლად გისმინო, დაუსრულებლად არ ვიცი, კითხვები დაგისვა, მაქსიმალურად ბევრი რაღაცები გავიგო შენგან ენერგეტიკულ ველზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გადაცემა უნდა დასრულდეს და შენი ყველაზე საინტერესო კითხვა, რასაც შემდეგ მაყურებელს დავუტოვებ, იმიტომ რომ შემდეგი მაყურებელი მეცანაც არ ვიცი, უკაცრავად ადამიანი, რომელიც აქ მოვა, ვინ იქნება, ძალიან საინტერესო იქნება რა ტიპის კითხვას დავუტოვებს მარიამ ციმენტია, ეზოთერიკოსი, შემდეგ სტუმარს. აბა გისმით. დედამიწაზე თუ არა, სად დაიბადებოდით, ან სად განიცადით, უბრალოდ დედამიწაზე თუ არა, სად დაიბადებოდით, ან სად განიცდით ინკორნაციას, რეინკორნაციას. ძალიან საინტერესო არის. მოკლედ მარიამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ დღეს შიშულ სიმართლეში სტუმრად ლორენცოსთან ერთად იყავი. პირველ რიგში რაც მინდა გითხრა ეს რომ შენგან ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე, ვიწერდი რაღაცეებს, თუნდაც ძილის პარალიზზე რაღაცეებზე. შოქი ჩავაგდებთ ხალხს მოთხოვთ. ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება ის რაც მე პირდაპირ ვიზახი იმ თემაზე, რაც გააჟღერე, მე უბრალოდ მეშინოდა მაგ თემის გაჟღერება. რომ 2030-მდე წადით, მიწის ნაკვეთები, რაღაცეები. მე დიდი ხანია მაგას ვამბობ. ხო, ის ყველაფერი რაც ახლა მოისმინეთ, შემოძვირფასო მეგობრებო, ამისთვის არ ვიცი, მადლობა უნდა გადაუხადოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაცა გარისკა ახლა, რო იცოდეთ. მეც ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ისე ვილაპარაკო ხოლმე, ჩემი არ ვიცი მეგობრებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ არის ყველაფერი საჭირო, რომ ყველაფერი ილაპარაკო, იმიტომ რომ მე შეიძლება ადამიანს კონკრეტული ტიპის პრობლემები შეექმნეს. მოკლედ, ეს იყო გადაცემა შიშველი სიმართლე, შეიძლება რაღაცა დავამატო? აუცილებლად. და მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ფილტრები იყიდეთ დაახლოებით ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება მალე წყალი გაფუჭდეს. წყალი გაფუჭებულია უკვე მარიამ. მე დიდი ხანი ამას ვამბობ და ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ მე ოქრო კი არა წყალიო, აი ესე ვიტყვით. ფილტრები როგორ მარიანა? ნუ გავასუფთავოთ წყალი. ჭა ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ შენ ახლა მე მგონი ხელოვნურ ინტელექტზე წახვედი, იმიტომ რომ ტრილიონობით წყალს მოიხმარს, რასაც ახლა აკეთებენ. წარმოიდგინე წყალი იქნება როგორც ბიტკოინი. წყლის დეფიციტი იქნება, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ახლა, რაც გამოდის ახლა ახალი ChatGPT-ის რაღაცა ვერსიები და ასე შემდეგ, ტრილიონობით ლიტრაჟობით წყალს მოიხმარს. ამიტომ სოფელი, ჭა, მდინარე, даже მდინარებიც დავირუსებული იქნება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში უფრო ქალაქებში. აი, მოდი ბევრი არ ვილაპარაკოთ, შენს რო პრობლემები არ შეგექმნეს, მეც რო პრობლემები არ შემექმნეს, იმიტომ რომ ამ გადაცემის მერე დარწმუნებული ვარ, ზარები იქნება შენთანაც, ჩემთანაც. კარგად იყავით. ზარები იქნება შენთანაც, ასე რომ არ ვიცი. მოკლედ, შემოძვირფასო მეგობრებო, ეს იყო გადაცემა შიშველი სიმართლე, დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ეზოთერიკოსი. როგორც თქვენ ეძახით, მაგი, რომელიც კეთილი მაგი არის ამ შემთხვევაში და არა ბოროტი, რომელიც თქვენ გონიათ უმრავლესობას, ეზოთერიკოსი მარიამ ციმენტია. ჩვენ ვიმყოფებით დაფნე პოდკასტ არეაში, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს იმისა, რომ საკუთარი ნიჭი, საკუთარი საინტერესოობა გამოხატოს და სრულიად საქართველოს აჩვენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ საუბარი. Stay cold.